მოგესალმებით ეთერშია გადაცემა მთავარი დღეს და მე მისი წამყვანი ნათია კირცხელია. აჭარიდან წალკაში ჩასახლებული ეკომიგრანტები ისევ საცხოვრებლის ძიებაში არიან. ეკომიგრანტების სავსე 16 სამაშტო ტაქსი წალკიდან ბათუმში გვიან ღამით ჩამოვიდა. 45 ოჯახი აცხადებს, რომ უსახლკაროდ დარჩა. მათ აჭარის მთავრობის სახლთან აქცია გამართეს და განაცხადეს, რომ სახლები, რომლებშიც წალკაში 2000 წლიდან ცხოვრობდნენ, საკუთრებაში არ ჰქონდათ დარეგისტრირებული. აღდგომის დღესასწაულზე კი საბერძნეთიდან დაბრუნებულმა მეპატრონეებმა ისინი გამოასახლეს. დღეს უკვე შეხვედრამ რეგიონის მთავრობის სახლში გადაინაცვლა, მაგრამ ვიდეოკამერებისთვის დახურულ კარს მიღმა საუბარი უშედეგოდ დასრულდა. ეკომიგრანტების ნაწილმა შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვა. კიდეც აჭარის მთავრობის წარმომადგენლებმა ეკომიგრანტებს წალკის გამგეობასთან შრომდგომლობა და იქ თავშესაფრის მოძიება შესთავაზეს, რადგან მათ უარი განაცხადეს. 2007 წელს წალკის მუნიციპალიტეტის სოფლებში ბერძნების მიერ დატოვებულ სახლებში გადასვლა ეკომიგრანტებს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა შესთავაზა იმ პირობით, რომ ამ სახლების საფასურს მთავრობა უახლოეს პერიოდში დაფარავდა. ამ ეტაპზე წალკაში 2400-მდე ეკომიგრანტი ოჯახია ჩასახლებული, სამინისტროს ბალანსზე კი მხოლოდ 571 სახლი ირიცხება. რატომ აღმოჩნდნენ ასეთი რეალობის წინაშე ეკომიგრანტები, რა პირობებში ცხოვრობდნენ ამ დრომდე და რა მოთხოვნები აქვთ მათ, რა დარღვევებზე მიუთითებდა წლების განმავლობაში ამ თემაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაცია და რა პასუხი აქვს რეგიონის ჯანდაცვის უწყებას. გადაცემის სტუმრები ეკომიგრანტები წალკიდან, მეულუდ ვაშაყმაძე და ელგუჯა შავაძე კოხტანდან, არასამთავრობო ორგანიზაცია ბორჯღალის ხელმძღვანელი ციალა ქათამიძე და ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე რამა ჟინჭარაძე არიან ჩვენი სტუმრები. მოგესალმებით და დიდი მადლობა, რომ ღებულობთ გადაცემაში მონაწილეობას. მე პირველად ქვედა სტუდიიდან დავიწყებ, ესე ვთქვათ, საუბარს. კიდევ ერთხელ მოგესალმებით. ეკომიგრანტების აღმოსავლეთ საქართველოში განსახლება მთავრობამ ჯერ კიდევ 97 წლიდან დაიწყო. ვარდების რევოლუციის შემდეგ კი ეს პროცესი გაცილებით მასშტაბური გახდა. თქვენ რომელ წელს გადახვედით ბატონმეულოდ წალკაში საცხოვრებლად და კონკრეტულად რა პრობლემით დატოვეთ თქვენი კუთხე? მოგესალმებით ტელემაყურებლებს. ჩვენ პირადად მე 2003 წელს გადავედი საცხოვრებლად წალკის რაიონში სოფელ კოხტაში და დაპირებები იყო გასული მთავრობის, რომ ჩვენ იქ საცხოვრებელი ბინები უნდა შეეძინათ ჩვენთვის საცხოვრებელი ბინები და უნდა მოესწრათ მიწები და ის ყველა საყოფაცხოვრებო საკითხები, რაც ჭირდება ადამიანს, უნდა ყოფილიყო ეკომიგრანტები უზრუნველყოფილი. ამ დაპირებების მიუხედავად დღეისათვის ისეთი მდგომარეობაა წალკაში, რომ მთელი ამ 9 წლის განმავლობაში არაფერი არ შესრულებულა და დღეს უკვე ჩვენ გამოგვასახლეს, შეიძლება ითქვას, წალკიდან ისევ არ შესრულებულა რას ნიშნავს ბატონმეულოდ, რას დაკვირდნენ კონკრეტულად და თქვენ რა საცხოვრებელ პირობებს დათანხმდით თავის დროზე? თავის დროზე ჩვენ ეკომიგრანტები ვიყავით, გაჭირვება გვქონდა და არ გვქონდა საცხოვრებელი ბინები და ბინები უნდა შეესყიდათ. და მიწები უნდა გადმოეცათ ჩვენთვის, იმიტომ რომ მაღალმთიანი რაიონი არის წალკა და მიწის გარეშე იქ ლეხი ვერ იცხოვრებს, რა თქმა უნდა და კერძო საკუთრებაში უნდა მიეცათ გარკვეული ნაწილი მიწები. ეს იყო დაპირებები. მიწები არ ქონდათ? მიწები მოგწეს რაღაცა პრეზიდენტის საჩუქარი, თითო გექტარი თუ რაღაცა, რომელიც მეორე ხარისხოვანია. და ამით იქ ვერ იცხოვრებს. საფასათესაც არ გამოდგება, ანუ თქვენ ამას გულისხმობთ? რა თქმა უნდა არ გამოდგება, მეორე ხარისხოვანი, მესამე ხარისხოვანი მიწებია და იქ მოსავალი არ მოდის, ისეთი მიწებია. ის სავარგულები, რომელიც კარგი მიწები იყოს, ყველა გაცემული არის ისეთ ადამიანებზე, რომლებიც იქ არ ცხოვრობენ. ესენი არენდატორები არიან. თითქმის ვერ ვიცნობ ჩვენ ისეთი ხალხი არიან და თქვენ რომელი რაიონიდან გადახვედით უკვე წალკაში? მე პირადად წარმოშობით ხულოს რაიონიდან, მაგრამ ცხოვრობდი ოზურგეთის რაიონში და ჩემი ცხოვრების პირობები დაბალი იყო და მოუტყუვდი რა, რომ გადავედი წალკაში, დაპირებები იყო და ვიფიქრე გავამჯობესე ცხოვრებას მეთქი და გავავარესე ასე გამოდი. დიახ. ბატონმეულოდ, ბატონ რამეს აქვს შეკითხვა თქვენთან, ანუ თქვენ ოზურგეთში იყავით ამ მაშინ, იმ დროისთვის რეგისტრირებული და ოზურგეთის მუნიციპალიტეტმა გაგიწიათ, ესე ვთქვათ, შრომდგომლობა. დიახ. დიდი მადლობა. ბატონ ელგუჯა, 2007 წელს ლოტოტრონის პრინციპით აირჩიეს საცხოვრებელი სახლები. თქვენ შემთხვევაში როგორ მოხდა, რომელ სოფელში დასახლდით და რა პირობებში გიხდებოდა ცხოვრება ამ პერიოდის განმავლობაში? თქვენ ორთავე სხვადასხვა სოფლიდან ხართ. დიახ. ფაქტობრივად ლოტოტრონის პრინციპი წალკაში არ ყოფილა. ჩვენ ჩავსახლეთ 2003 წელში. 2003 წელში რევოლუციის შემდეგ ჩამოვზარდა ბატონი პრეზიდენტი, რომელმაც უდიდესი შეცდომა ჩაიდინა ამ ხალხის მიმართ სოფელ ღოჯომში. მოუწოდა ხალხს, რომ წამოსულიყო და
წალკაში მათ მისცემდნენ ყველა იმ პირობებს, რომელიც საჭირო იყო გლეხური ცხოვრებისათვის. ფაქტურად მოვატყუა ეს ხალხი, გადაიყვანა, გადავიდნენ ამ ხალხი და იმ მოლოდინით რომ თქვენ თვითონ გამონახეთ სახლები, ჩვენ შეგესყიდათ, ფაქტურად სახლების შესყიდვა წალკაში მიმდინარეობდა შემდეგი პრინციპით. გამოვენახა უნდა სახლი ეკომიგრანტს გარკვეულ თანხაში და სახელმწიფო ეკიდა მხოლოდ 2-დან 2.500 და ფაქტობრივად ყველა ოჯახმა რომელიც სახლი შესყიდულია დაამატა თავის ჯიბიდან 2000 და 1500 ეს მინიმუმ. ერთი 100 ამაში მდებარეობდა. თქვენ უშუალოდ მეპატრონეებს გადაუხარეთ? მეპატრონეებს, ეს მაგრამ აჭარიდან ეკომიგრანტებში შესყიდული არის მხოლოდ 350 სახლამდე. იქაც 50 სახლი ფაქტობრივად დაშლილია. იგი ერთადერთი თულავტები ოლიანკა იყო სოფელი, სადაც მოხდა შესყიდვა და მერე მოხდა ოჯახების შეყვანა. ოლიანკაში მოხდა ეს იყო რა 16 ოჯახი, სადაც მოტოტრონის პრინციპით მოხდა სასახლეო მოსახლეობა. იმიტომ რომ ჯერ შესყიდული იქნა საცხოვრებელი სახლები და მერე მოხდა ოჯახების შეყვანა. დიახ ბატონო რა. ეს უფრო მისაღები ფორმა იყო, მე თუ მკითხავ, არა? ფაქტურად. ეს ხალხი იმ დროს იყო პიარ კამპანიის ნაწილად გახადა ბატონ პრეზიდენტმა. მე ბატონს აღარ უწოდებ იმას რომ მე ის იყო ანტიქართველი და ფაქტურად ხალხი დააქტივა მოტყუებული და ამისათვის ყველაზე დიდი ბრალდება მისი ის არის რომ ჩაიყვანეს გაჭირვებული ხალხი, მიატოვა ღიაცის ქვეშ, გაყამირი მიწების ასათვისებლად და დატოვა ეს ხალხი ბედის ანაბარად. და 2400 ოჯახი შეგროვდა იმ პირობით რომ უნდა გამოენახათ სახლები და შემდეგ უნდა შეესწროთ ულთა განსახლების სამინისტროს და დაეკმაყოფილებინა შემდეგნაირად. ასევე იყო მიწების პრობლემა წალკაში. რა თქმა უნდა, ამ ხალხის გადასვლა, განაპირობა, ეს არის ალპური ზონა, განაპირობა უმიწობა მაქვს. და იმედი ჰქონდა რომ ამ მიწებითა და ამით ესე იგი დააკმაყოფილებინა თავის ამ შემთხვევაშიც მოწყობილები დარჩეთ, იმიტომ რომ 1000 კვადრატული მეტრი ყველას დაურიგდა. თუ არ ვწდები 2007 წელს ეს იყო პრეზიდენტის საჩუქარი. ამ შემთხვევაში ყველა მიწა ბატონო მეულმა ახსენა რომ ის იყო მეორე ხარისხოვანი ესე ვთქვა და ვერ გამოიყენეს. ყველა შემთხვევაში ესეთი მიწა დარიგდა, ანუ თქვენც ვერ გამოიყენეთ? უმრავლესობას ეს მიწა არც მიუღია ბევრს, იმიტომ რომ არ იყო, აი რომელ სოფელშიც ჰქონდა სოფელს გარანტია რომ ეს თითო გექტარი მიწა ჰქონდა იმ საშუალება სოფელს რომ მიიღოს, ბევრი არის დაჟე ამ მიწის დაუკმაყოფილებლად, მაგრამ ნაყოფიერი სავარგულები იქნა გაცემული თავის დროზე არენდით და ამ ბოლო დროს შემონახული იყო და გაიცა, გასულდეს აუქციონის წესით. ფაქტურად ეს მიწა რომ გლეხებმა არ იცოდათ მისცეს ისეთ ადგილას რომ შევამოწმოთ კომისიურად და არის რაღაც 10% რომელიც გამოიყენება რა ნორმალური მოხმარებისათვის. დიდი მადლობა. ქალწუნციალა, მუდმივად ისმოდა წალკიდან სხვა ტიპის პრობლემების შესახებ ინფორმაციები, მაგრამ ახლა გაცილებით რთული ვითარების წინაშე აღმოჩნდით ყველანი. თქვენ რა სტატისტიკას ფლობთ და რა არსებობდა თუ არა იმის მოლოდინი ვთქვათ, რომ ეს ასეთი ფინალი იყო თუ არა მოსალოდნელი? მე აქვე სანამ თქვენ პასუხს გამცემთ მაყურებელს შევახსენებ ჩვენი ტელეფონის ნომერს 27 43 შეგიძლიათ დარეკოთ პირდაპირ ეთერში და დაუშვათ ჩვენს სტუმრებს შეკითხვა. მოგესალმებთ კიდევ ერთხელ. რაც შეეხება თქვენს კითხვას, ფიზიკურად საქართველოში რეალურად არ არსებობს არანაირი სტატისტიკური მონაცემი, რომელიც მოგცემს საშუალებას ჩვენ ბატონ რამას, თუნდაც ეკომიგრანტებს იმისა, თქვათ ზუსტად რაოდენობა ციფრი განსასახლებელი ეკომიგრანტებისა. სადღაც 2009 წლის ჩატარებული კვლევით, როგორც მოგვაწოდა დევნილთა განსახლება ინფორმაცია, 22 წალკის მუნიციპალიტეტის 22 სოფელში განსახლებულია 1757 ოჯახი. რეალურად, თუმცა 2009 წლის შემდგომ ძალიან ბევრი რამ შეიცვალა, ეს დინამიკა წასვლისა და უკან დაბრუნებისა რეალურად მიმდინარეობდა. შესაბამისად, მოსახლეობა თვითონაც თქვენ ჩვენი ეკომიგრანტი სტუმრები ზუსტად რამდენი ადამიანი არის ჩასახლებული ეხლა მათი ინფორმაციით წალკის მუნიციპალიტეტში, მაგრამ 2009 მონაცემები უკვე გითხარით. რეალურად ეს პრობლემები რაც იყო, ჩვენ საუბრობთ ამაზე თითქმის 2-3 წელია ბოლო პერიოდში, განსაკუთრებით ეს პრობლემა წალკაში გახშირდა წინა 2012 წლის ზაფხულში, როდესაც ბერძნებმა გადაწყვიტეს პერმანენტულად დაბრუნებულიყვნენ თავიანთ სახლებში. ჩვენ
წერილი პეტიციები გვაქვს მომზადებული, აი აქ მე დაგიტოვებთ თუ გინდათ, სადაც არის ძალიან ბევრი ხელმოწერა თითქმის ყველა სოფლის წალკის მუნიციპალიტეტში მოსახლეობისა, სადაც მოსახლეობა ითხოვდა ყურადღების მიპყრობას მათი პრობლემებისადმი. აღნიშნული წერილები დაეგზავნა კონკრეტულად ჩვენმა ორგანიზაციამ დააგზავნა ეს წერილები თითქმის ყველა აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოში და ასევე საპარლამენტშიც, თუმცა დღემდე რეალურად გამოხმაურება ნაკლებად იყო ამ კუთხით. როგორც ამბობენ მოსახლეობა და ამბობს, რომ ბერგნები ბრუნდებიან, ან ტელეფონით რეკავენ, ან თავად ჩამოდიან და იძულებული არის მოსახლეობა დატოვოს ეს. დიდი მადლობა და ზარი ეთერში გისმენთ, პირდაპირ ეთერში ხართ. მესამე ყველაფერს. გამარჯობათ. რა უნდა თქო, იცი ამე უსახლო ხალხი ვარ, როგორ უნდა მოვიცეთ საზოგადოების სახე აგვა, კარი აგვა, როგორ უნდა მოვიცეთ რა? დიდი მადლობა. თქვენ ეკომიგრანტი ბრძანდებით? მე ვარ სახელის რაიონში ცხოვრობს ხის სახში. და ვარ სამი ინვალიდი ოჯახში და საჯაროებია ბუსები ამოუყარე იმათე სახელის გამგეობას, იმათე ყველას და არ მოგობილებ დაგესტა შეხებში ბინერი გარემონტა და არ მაძლევ როგორ უნდა მოვიმართო რა ვიმართე და თქო ხართ თუ არა იმ ნუსხაში რომელიც შედის ასე თქვა დასაკმაყოფილებელ ადამიანთა ნუსხაში გამგეობას იმათე შეხებში ოცნებაში ვიყავი და თვითონ და უსახარო ადამიანი ვარ და არც მოგვაქცეთ ყურადღება როგორ მოვიცეთ გერაცვალე დიდი მადლობა ბატონო თქვენ კარგად იცნობთ ამ ადამიანების პრობლემებს და იმ პროცესსაც, რომელიც რეგიონში ბოლო წლების განმავლობაში მიმდინარეობდა, გულისხმობ განსახლების პროცესს. რამდენი ეკომიგრანტია ჩასახლებული, თქვენ რა ინფორმაციას ფლობთ და აქედან სახლის და მესაკუთრე რამდენია და ამავე დროს რომ უპასუხოთ ჩვენი მაყურებლის კითხვას. საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან აი 687 ოჯახია ჩასახლებული. ეს ის ოჯახებია, რომლებსაც საქართველოს ტერიტორიულთა და განსახლების სამინისტროს მოხდა საცხოვრებელი სახლების შესყიდვა და ამის შემდეგ მოხდა ოჯახების ჩაყვანა. ხოლო რა შეეხება წალკის მუნიციპალიტეტს, თვითონ ეს წალკის მაცხოვრებლების დამეთანხმებია, რომ ერთადერთი წალკის რაიონის სოფელი ოლიანკა იყო, სადაც მოხდა საცხოვრებელი სახლების შესყიდვა და ამის შემდეგ მოხდა ოჯახების ჩაყვანა. მე მესმის ამ ოჯახების მდგომარეობა ჩვენ შევხვდით ქონდა შეხვედრა გუშინ მთავრობის აპარატში ამ ოჯახებთან დაკავშირებით დღეს ქონდა უბრალოდ შეხვედრა გუშინაც ქონდა გვიანობამდე ერთად ვიყავით არის იგივე პრობლემები მაგრამ ერთადერთი დღესაც ბატონო პრემიერიც კარგად იყო ინფორმირებული ამ საკითხთან დაკავშირებით და პრემიერმაც განაცხადა რომ შესაბამისად რაღაცები ჩვენ შეგვიძლია მოგვიწევს პოლიტიკური გადაწყვეტილება ეს არის საუბარი იმაზე, რომ უნდა აღდგეს სამართლიანობის პრინციპი და გეტყვით რაშია საქმე. არიან რეგიო ოჯახები, რომლებსაც შესყიდული აქვთ საცხოვრებელი სახლები და დღემდე არ აქვთ დაკანონებული. არიან ოჯახები, რომლებსაც თავისით შეისყიდნენ საცხოვრებელი სახლები, მაგრამ არ ჰქონდათ ნოტარიულად დამოწმებული და ჰქონდათ გამგეობის მიერ დამოწმებული ბეჭდი. მათ თანხა რეალურად გადაუხადეს დაფიქსირებულია, რომ თანხა ჰქონდათ ნამდვილად გადახდილი მესაკუთრეობა. ამ გადაწყვეტილებებზეა საუბარი. არის კიდევ შემდეგი გადაწყვეტილებები, რომ ქალბატონიციალაც არის საქმის ხილში, არა მარტო წალკის მუნიციპალიტეტში, არის სოფელი ხიხანი, სადაც თხილვანიდან მოხდა ოჯახების წაყვანა და იქ არის მიწასთან დაკავშირებული პრობლემები. არის არც მე მგონი საწყალ და წყალთან დაკავშირებული პრობლემები არიან არენდატორები, რომლებიც ასობით გექტრები აქვენ დაკავებული და იმ ოჯახები, რომლებიც ჩასახლებლები არიან ეკომიგრანტები აი იმ მიწასაც ვერ ფლობენ მე კონკრეტულად ხიხანზე მაქვს საუბარი წალკაში რაღაც დოზით მაინც გამოსწორდა რომ თითო გექტარი მიიღო ოჯახება მაგრამ სხვა რეგიონებში ვთქვათ ხიხანზე მაქვს საუბარი იქ 300 კვადრატზე და 500 კვადრატზე მეტი არ ქონდათ აი საბუთნე მიწები ქონდათ მარტო და ამ გადაწყვეტილებაზე არის საუბარი ეტაპობრივად შემთხვევით უნდა გადავიდეთ ამ ოჯახებთან მოგვთ ხოლმე ვის ეს არიან ჩამოწონებულები რომ ჩვენ უნდა გადავიდეთ დიალოგის რეჟიმში თქვენს ტელევიზიით ახერხეთ რომ პრემიერმა მიცადა დავალება ტოლისა და განსახლების მინისტრს უშუალოდ ნუ შესაბამისად უნდა გამოვნახოთ გზები იმისა თუ როგორ შეიძლება ამ ოჯახების შემდგომი დაბადება. თუმცა ასე ვთქვა რომ ეს არ იქნება მართლაც მოსაქვარეობი და დიახ, ერთადერთი ჩვენ იმის კომპეტენციას და იმის ასუხისგებლობას
კომპეტენცია ვერ ავიღებ ჩვენ თავზე რომ წალკის მუნიციპალიტეტის რეგისტრირებული ოჯახებია ეს ოჯახი, მაგრამ ჩვენ ამასთან ერთად არ ვიხსნით პასუხისმგებლობას იმასთან დაკავშირებით, რომ კომისია შეიქმნება თუ რა შეიქმნება, ჩვენ რეჟიმში ვიქნებით და იმ დიალოგში, რომ ამ ოჯახის პრობლემა ეტაპობრივად გადაწყდეს და თითოეული ოჯახი მოხდეს ინდივიდუალურად თითოეული ოჯახის პრობლემატური საკითხის შესწავლა. აქ ისეც არ არის საუბარი, რომ მთლიანად 2500 ოჯახს თუ 1500 ოჯახს აი ჩამოვიდნენ ვთქვათ საბერძნეთიდან ბერძნები და ყველას ემუქრება გამოსახლება, მაგრამ არის რიგი პრობლემები ავრალიაში არის სერიოზული პრობლემები, რომლებიც საკითხს გადაჭრა უნდა მოხდეს და არის ვთქვათ რიგი სოფლები, სადაც ნორმალურ პირობებში ცხოვრობენ, არის ნაწილი სოფლებისა, სადაც ამ შემთხვევებმა ამ ბოლო პერიოდში იმატა. დიდი მადლობა. ჯერჯერობით გამოსახლება არ არის შესაძლოა დაწყებული, მაგრამ ამის სხვა სოფლებში, მაგრამ რეალური საშუალების წინაშე განან, იმიტომ რომ ეკონომიკურ კრიზისთან დაკავშირებით საბერძნეთიდან ინტენსიურად დაიწყო ისევ დაბრუნება უკან ამ სოფლების ფაქტები არის. უკვე არის. დიდი მადლობა ზარია ეთერში და განვაგრძოთ საუბარი მას შემდეგ, რაც მაყურებელი დაგვისვამს კითხვას, გისმენთ პირდაპირ ეთერში ხართ. საღამომშვიდობისა. გამარჯობათ. ჩვენ 33 პოლკში შესახლებული ერთ-ერთი ოჯახის წევრი ვართ. რამაზის თითქმის ყოველ ორ დღეში ველაპარაკები, მაგრამ მინდა ტელევიზიიდან გამსცეს პასუხი. როგორ იქნება 7-8 თვეა გამწარებული გაუბედურებული ვცხოვრობთ იმ პოლკში უსინათლოდ უწყალოდ და ამასობაში აგერ ერთი თვის წინ ჩემს შვილს დაესვა ძალიან ცუდი დიაგნოზი. რას გვიპირებს ამ გაუბედურებულ ოჯახს. დიდი მადლობა. დინა მაყურებელსაც რომ უპასუხოთ მაგას ვაბერებდი, მაგასთან ერთად იმასაც იმ შეკითხვასაც უპასუხებ, დინა მაყურებელსაც უპასუხებ შეკითხვაზე. ეს შუახევის მუნიციპალიტეტში თქვენ იცით რომ რეაბილიტაცია ჩაუტარდა ყოფილი საავადმყოფო შენობას, სადაც შესახლებული არიან ეკომიგრანტების სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახები. ეს ოჯახი თუ ეს კრიტერიუმებს აკმაყოფილებს, შუახევის ეს შენობა გვაძლევს იმის საშუალებას და რომ გვაქვს ალტერნატიული ფართები, თუ ამ კრიტერიუმებს დააკმაყოფილებს, არ შუახევის გამგეობას. ანუ არა გამგეობას, არამედ სამინისტროს არა გამგეობას და გამგეობა შემდეგ შემოდის სამინისტროში და ინიციატივით და ჩვენ გაგვაქვს შემდეგ სამთავრობო კომისიას და უდევთ რეკომენდაციას. ხოლო რაც შეეხება 53 სამხედრო დასახლებას, მე მესმის ამ ოჯახების გაუხსნელი პირობები, მაგრამ ერთადერთია, აი ყოველდღე მივდივარ ფაქტიურად და გვიწევს ამ ოჯახებთან საუბარი, ერთადერთი ჩემი თხოვნა არის მაგ ოჯახებთან, რომ იმ ოჯახებს, ვისაც გააჩნია საცხოვრებელი ფართები, ეს ტერიტორია უნდა დატოვონ. ჩვენ არ ვეხებით ამ ეტაპზე იმ ოჯახებს, ვინც უსახლკაროა და უსახლკარო საუბარია იმ უსახლკარო ოჯახებზე, რომლებმაც ის 53 ბატალიონი რო დატოვონ, სადმე წასასვლელი რო არ აქვს. მაგოფლებამდე ეხლა ვსწავლობთ ამ ოჯახებს დაახლოებით 34 ოჯახი გამოიკვეთა და რაღაც 70 ოჯახამდეა თქვა ხულოს მუნიციპალიტეტი. რეალურად კომისია მუშაობს მუნიციპალიტეტში, რომელმაც დადოს, იმიტომ რომ ფიზიკურად რთულია, თქვა არასამთავრობო ორგანიზაციისთვის დეტალურად. თუმცა პირველად მონაცემებს უკვე გამოუცხადა უნდობლობა იქ ჩასახლებულებმა. ესე უნდობლობას გამოხატავენ ის ოჯახები, ვისაც წასასვლელი აქვს და სახლკარი აქვს. ერთადერთი, გამოიკვეთა 70 ოჯახი, ეს არის სტიქიის შედეგად ნაწილი, რომელიც ჩვენს კატეგორიებში არიან და სამოვლად ხულოში იგეგმება და ამ ოჯახებზე შესაბამისი დახმარებები გაცემა მოხდება. ხოლო ჩვენი თხოვნა ერთადერთი ეს რომ აი თვითონ იმ ოჯახებთან გვაქვს თხოვნა რომ თავისი დატოვონ და ის სოციალური სფერო რასაც ქვია და ის გაჭირებულ ხალხს მოგცენ იმის საშუალება და იმის არჩევა რომ იმ ხალხს ნამდვილად დავეხმაროთ და გვერდში დაუდგეთ. მადლობა, ყავზარია ეთერში გისმენთ პირდაპირ ეთერში ხართ. იო. გამარჯობათ. საღამომშვიდობისა, უკაცრავად. ბატონ რამაზის თამა კერტი შეკითხვა თუ შეიძლება. ბრძანეთ. ბატონ რამაზ საღამომშვიდობისა. საღამომშვიდობისა.
ძალიან დიდი ბოდიშით და მინდა ამ ეკოიმიგრანტებთან დაკავშირებით ერთი შეკითხვა დავისვათ. ცოდვები არიან დარჩენილი, რა თქმა უნდა, ქუჩაში, ახლა წალკიდან ჩამოსულები და ერთი პრობლემა გქონდათ აფხაზეთის დევნილები, რომ ვინც უსახლკაროდ არის დარჩენილები, მათი დაკმაყოფილება. ამათ რა ეშველებათ ქუჩაში არიან დარჩენილები, ხო? იმათაც უნდა დაცალონ სახლები, საწავლენ ესენი. რომელიც ეკავ საუბარი, ქალბატონო ეკავ, ვერ გავი. წალკიდან დაბრუნებლებს გულისხმობთ, ქალბატონო? წალკიდან ჩამოსულებზე გვაქვს საუბარი. დიდი მადლობა. ანუ ამ დროს დევნილები იყვნენ დასაბინავებელი და ეხლა დაემატა ამ რიცხვს წალკიდან დაბრუნებულები. არა, უზუსტო მაგ ოჯახებთან დაკავშირებით გითხარით, რომ უშუალოდ ტოლულთა და განსახლების სამინისტრო იყო დავალება და შესაბამისად მოხდება ამ ოჯახების შესწავლა, ალბათ შეიქმნება კომისია. ჩვენ ამბობთ, რომ ამ კომისიაში მივიღოთ მონაწილეობა და თითოეული ოჯახის შესწავლა მოხდეს ინდივიდუალურად. დიდი მადლობა. ბატონო მელუდ, ამ წლების განმავლობაში, როცა თქვენ ფაქტობრივად სხვის სახლში ცხოვრობდით, რა ინფორმაციას გაწვდიდნენ და რისი იმედი გქონდათ? მოგახსენებთ, იმედი გქონდა, რა თქმა უნდა, მთავრობის იმედზე წამოვედით ჩვენ იქიდან, მაგრამ არანაირი დახმარება არ მეგვიღია და უფრო მეტიც 9 წლის განმავლობაში არავინ არ მოსულა და არ უკითხავს თუ რა მდგომარეობა იყო წალგაში და წალგაში შეხედვასთან დაკავშირებით გეკითხებით ბატონო მელუდ, თქვენ ცხოვრობდით სახლში, რომელიც ფაქტობრივად თქვენი არ იყო და თქვენ ამის შესახებ იცოდით. რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა. და რა იმედი გქონდათ, თქვა, დაგიკანონდებოდათ, იყო დაპირება კონკრეტულად წალკის მუნიციპალიტეტიდან თუნდაც ან ვინმემ თქვენ მოგცათ იმის გარანტია, რომ ეს სახლი თქვენს ფლობელობაში გადმოვიდა და თქვენ რაიმე თანხა ამის სანაცვლოდ გაიღეთ? არა, მოგახსენებთ, როგორი იყო, იცით, როცა დაგვირდა და იყო პრეზიდენტის პროგრამა, რა თქმა უნდა, მე მივიღე მონაწილეობა, იმიტომ რომ მე მიჭირდა იქ, სადაც ცხოვრობდი და წამოვედი და თავრობამ აგვიქვა დახმარება. შესყიდვა უნდა ყოფილიყო, იქ არ იყო ეკომიგრანტი და რა, იქ იყო უბრალოდ ვინც ჩასახდებოდა, იმიტომ რომ ის რეგიონი იყო ასათვისებელი რეგიონი. ის რეგიონი იკარგებოდა ფაქტიურად. და მართლაც მოხდა ჩვენს მიერ ჩასახლების შემდეგ იმ რეგიონის დაბრუნება საქართველოსთვის. ხო და იმედი მქონდა, რა თქმა უნდა, თავრობა დამეხმარებოდა, აბა მე როგორ შევედი. თქვენი სურვილით წახვედით. ყველა ჩვენი სურვილით წავიდა რომ დაირჩეთ სახლი, თქვა, რომელიც მოგეწონათ თუ ეს როგორ მოხდა? არა, იქ ხალხი ცხოვრობდა, დარჩენილი მოსახლეობა ვინც იყო, ისინი მათ ჰქონდათ ახლობლების სახლები დატოვებული და გარკვეული თანხა, რა თქმა უნდა, გადავიხადეთ, აბა ისე მის შეგვიშვებდა. ვის გადავხადეთ, ბატონო მელუდ? იმ ხალხს, ვისაც ჰქონდათ დატოვებული არალეგალურად, უბრალოდ მათ არანაირი მინდობლობები არ ჰქონდათ, მაგრამ პატრონობდნენ ის ხალხი თვითონ. გასაღები თქვენ ამ ადამიანმა ჩაგაბარათ, ვისაც თანხა გადავხადეთ? ისინი გვაბარებ იმათ ჰქონდათ გასაღები და რაღაცა გარკვეულ თანხას რომ უხდიდნენ, ვაძლევდნენ, მაგრამ მეუბნებოდნენ ის ხალხი, მეუბნებოდნენ ის ხალხი რომ თუ მე პატრონე მოგაგითხავს თქვენ და ელაპარაკებით მე პატრონეს. ეს ნამდვილად ასე იყო და ეხლა მე პატრონე რომ მოგვაგითხა ჩვენ გამოგვაძეო ის აღარ ყიდის. ბატონო მელუდ, აი იგი ჩვენაც ჰქონდა საუბარი და ითქვა ასეთი რაღაცა რომ აი ვიღაცას გადაუხადეთ თანხა შესაბამისად მოხდა აი არ ხაბობდა ნოტარიუსის წესით, მაგრამ გამგეობის ბეჭდით და აი 3-4 მეზობლის ხელწერით, თანხა გადავეცით ამ პიროვნებას, თქვა 98 წელში, ახლა 1000 თუ 700 შეიძლებოდა ჩემზე უკეთესად იცი წალკის მუნიციპალიტეტის საცხოვრებელ სახლების შესყიდვა, რა? ასეთი ფაქტებიც ხო არსებობს? ჩვენ რომ გქონოდა არა, მე რას გეუბნებით, იცი ასეთი ფაქტები არსებობს და შემდეგ ამ ხალხს სასამართლო პროცესი რომ მე პატრონი ჩამოვიდა და შემდეგ უკვე მოხდა აი ვერანაირად ეს საბუთი არის უკვე არაკანონიერად ითვლება და არანაირი იურიდიული ძარა არ აქვს ამ საბუთს. რა თქმა უნდა, არანაირი და ზუსტად ამ სამართლიანობის პრინციპის აღდგენაზე არის საუბარი, რასაც მაგრამ მე როგორც ვთქვი, ბატონო მელუდ, ესეც არ აქვს. შესაბამისად, თქვენ გონიში სიკვდილი შეთანხმების იმედად იყავით დარჩენილი. რა თანხა გადაიხადეთ მაშინ ამ სახლის საფასური რა იყო, ბატონო მელუდ? ისეთ რა თქვათ პირდაპირ. მე იყო ერთი შემთხვევა, როცა გადავიხადეთ $300 და შემიშვა მე პატრონემ, მესამე წელიწადს გამოჩნდა მე პატრონემ კი არა, ვისაც უნდა დატოვებული სახლი გამოჩნდა. სტუდენტები სად არიან, თქვენ ვისაც თანხა გადაუხადეთ? ისინი აღარ არიან, წავიდნენ, მე ვიღაცა სხვა მომნახე, როცა გამოჩნდა მე პატრონე და ასე სამი სახლი გამოვიცვალე წარკაში და მეოთხე ისეთი სახლი მქონდა,
სადაც შეთანხმებული ვიყავი რუსეთში მაცხოვრებელია ის მეპატრონე და ბატონო ეს 3 თუ 5 კაცს გამოდის რომ 5 კაცს ცალ-ცალკე გადაუხადეთ ეს ახლა 5-დან ერთი პიროვნებაც არ არის წალკაში არა არა ისინი არ ცხოვრობდნენ გასო ახლაც არ ცხოვრობენ მაგრამ უკვე შემოვთვალეს რომ მომდივართო და ზოგი ჩამოვიდნენ უკვე ჩემი მეპატრონე ეხლა სადაც მე ცხოვრობდი ის კაცი ჩამოვიდა და მითხრა კარგია რომ გაარემონტეს სახლი ყველაფერი მაგრამ მე ბრუნდები და ბოდისიხდი მაგრამ უნდა გახვიდე გარეთ თუ და რა უფლებით მაქვს რა უფლება მაქვს რომ დავჩენ სახლი ის არის მისი ხო როგორც ასეთი დაპირისპირება და რაღაც უქარა რო გახვიდეთო ესეთი არა ჩემთან არ ყოფილა კონკრეტულად მაგრამ ეხლა ახალი ამბავია ზუსტად კეთვით იმ სოფელ ავრალოში სადაც მასური გამოსახლება ხდება ეხლა 1-2 საათის წინ გადმოგვირეკეს მისულა მეპატრონე და იქ წინააღმდეგობა შეხვდენია დიასახლისის მხრიდან და მომხდარა შეტაკება კი არა სერიოზული შეტაკება და აქედან დაურეკეთ პოლიციას რომ ასული იყო და საქმე გაიგია და დედამისი ჩვენთან არის ეხლა და ის დედამისი ლამის კი ნაღა მოკდა საავადმყოფოში რეანიმაციით მივიყვანეთ ეს მადლობა ინფორმაციისთვის ბაბნელ გუჯა ფაქტობრივად ცხოვრობდით სხვის სახლში თქვენს კომუნალური გადასახადის გადახდას როგორ ახერხებდით არ გექნებოდათ გარკვეული ბარიერები თუნდაც სხვადასხვა დახმარების დროს ხელისუფლების ფაქტობრივი მაცხოვრებელი ყავდა აღწერილი თუ როგორ ხდებოდა ამ საკითხების დარეგულირება ყველაფერი მიდიოდა ჩვეულებრივად როგორც ჩვეულებრივი მოქალაქეები ეხდიან გადასახადს ვეხდით როგორც შუქის ასევე მიწის დროების სარგებლობაში რაც რომ კონდეთ მიწები ფაქტობრივად წალკაში ამ ბერძნებს დღეს არც აქვთ მოსათხოვი რაღაცა, იმიტომ რომ მოსახლეები იშლებოდა იმ პერიოდისათვის, როცა ეს ხალხი ჩავიდა და წალკა შეუნარჩუნეს იმ მოსახლეობას და მათ მადლობას გადაგვიხადეს, რომ ამდენი ხანი მასახლებს უპატრონეთ ჩვენ და გვითხრეს. პირადად მე ექიმი ვარ და უფრო მეტი შეხება მაქვს ამ ხალხთან და გითხრეს რომ დიდი მადლობა, მაგრამ კრიზისთან საბერძნეს შექმნილ კრიზისთან დაკავშირებით უბრალოდ ჩვენც არ აქვს გამოსავალი და დღეს თქვენ ნუ გექნებათ იმედი, რომ ხვალ მოხდება ამ სახლების გაყიდვა. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სახლების გაყიდვა არ უნდა მოხდეს. წლების განმავლობაში აქტიურად ვიყავით ფაქტურად ჩართული ამ შესყიდვის პროცესებში და პირდებოდა ხელისუფლება. ნუ ადრე 2008 წლამდე გარკვეული თანხები იყოფებოდა შესაძლებლად, მაგრამ მუშაობა აქტიური არ მიმდინარეობდა შესყიდვაზე. ჩვენ უნდა გამოგვენახა მეპატრონეები, გარკვეული манипуляციები მიდიოდა იქან. და ფაქტობრივად ესენი მიდიოდნენ იქამდე რომ 5-8 წელს შეისყიდნენ 100 სახლამდე და ამით ამ პროგრამას ნოემბერში გამოყოფდნენ ფულს და დეკემბერში სეკვეს უკვე ერთ თვეში როგორ უნდა შეისყიდოს და როგორ უნდა მოხერხოს საბუთების მოპოვება. რაც შეეხება შემდეგ პროცედურებს, რომლებმაც ძირითადად უკიდურესობამდე მიიყვანა ეს მოსახლეობა, ეს არის ამ ხალხს იმედი ჰქონდა და რომელიც ხელისუფლება შეეძლო გადაეწყვიტა მიწების ამ ხალხზე გადაცემის პროცედურა. წალკაში ადამიანს თუ გინდა დუარეთ სახლი აჩუქო, ეს არ არის ინდუსტრიული რაიონი და ეს არის აგრარული რაიონი. ფაქტობრივად მიწების გადაცემა ამ ხალხს მისცემდა იმედს ხვანდელი ცხოვრებისადმი. მაგრამ ეს პროცედურა დაარღვევდა ჩინოვნიკებმა, იმდროინდელმა და დღეს გასულ წელს მიიყვანეს აქტიურად უკიდურესობამდე, რომ ყველა მიწა გაყიდეს, რაც თუ სავარგული ნორმალური იყო, შევამოწმოთ საჯარო რეესტრით. ვისაც ეს მიწები გრეხებს, ეს მიწები გაიყიდა. ან თქვენ ამბობთ რომ საუკეთესო გაიყიდა როცა მოსახლეობის მიწები გამოგეცათ საჩუქრად? ინტერნეტ საჩუქრად მიწები რო გადაეს, ეს იყო ჩვენი ძალიან მოთხოვნილებით, მაშინ არც იყო პრეზიდენტი, იმიტომ რომ მაშინაც ჰქონდა აქტიური მუშაობა და იმ დროს გვაჩერებდნენ, იყო მიწისძვრები, იყო მართალია დევნილები და ჩვენ თანაუგრძნობდით ამ ხალხს რომ გადაწყვეტილი იყო მათი პრობლემა და მე დადგებოდა ალბათ ჯერი ჩვენი პრობლემის გადაწყვეტა, მაგრამ ეს ჯერი არ დააყენეს, თავარია მოტყუებული დაგტოვეს და ელოდებოდა ხალხი მიწების გადაცემას. ზეგიბოდიში დავასრულებ მიწები, როცა ეკონომიკის სამინისტრო გამოაცხადა აუქციონი კომპიუტერის, ესეთ მოსახლეობის 90%-ს კომპიუტერი არ გააჩნია ფაქტიურად და ამათმა ამ манипуляციებით ის მიწების გაუყიდეს, რომლის იმედათაც იყო ეს ხალხი დარჩენილი და წალკაში უმიწოთ ჰაერის დასუნთქად ნამდვილად არავინ არ წავიდა და ხოლოშიც და ნებისმიერ ჩვენ სამყოფელ ადგილზე ნორმალური არიან. ეს მიწები ფაქტობრივად 1 გექტარი, რომელიც მისცე და ჩვენთვის შეიძლება ქალაქებისთვის ძალიან დიდი რაღაც წარმოადგენს, მაგრამ წალკაში რომლის ტერიტორიაში ადგენს 78,000 გექტარს, წელს მოგეხსენებათ რომ მოსახლეობა თივას ყიდულობდა. ხელოვნურად შექმნეს ეს კრიზისი. რაც შექმნილია, ეს არის ხელოვნურად შექმნილი კრიზისი და
დიდი მადლობა. ბატონო რომას, გავდონცოთ თქვენს მინდა გკითხოთ. იურიდიულად რა შეიძლება რომ ვთქვათ გაკეთდეს იმ კუთხით, მაგალითად ბატონი ელგუჯა და მელუძის აღნიშნავდნენ რომ მათ აქვს გარკვეული დანახარჯები ამ წლების განმავლობაში გაარემონტეს დანგრევის პირას მისული სახლები. შესაბამისად დანახარჯი მათაც აქვთ. ამ კუთხით რა შეიძლება რომ მოგვარდეს? არის თუ არა კითხვა ამ ხრივად დასმული? შესაბამისად როგორც ვიცი უმრავლეს მოსახლეობას არ აქვს არანაირი იურიდიული დოკუმენტი, სადაც ეს თანხის გადაცემა დასტურდება და ისინი იყვნენ უბრალოდ ზეპირის შეთანხმების საფუძველზე შესული, თან ცხოვრობდნენ, თან პატრონობდნენ რეალურად ამ სახლებს. რეალურად სახლი, რომელიც არ არის შესყიდული არც მოქალაქეების მიერ და არც სახელმწიფოს მიერ, ითვლება ისევ ბერძენი მოქალაქეების საკუთრებად და ფიზიკურად და გაწოლ დანახარჯიან ვალდებულება მას არანაირი არ ეკისრება იმის გამო რომ თქვა შესაბამისად სახლი შეუნარჩუნდა და დღეს აღარ არის დანგრეული და შესაბამისად შესაძლებელია მასში ცხოვრება. ეს აფის არ განსაზღვრავს ბატონო რამას. ახლა ეს იურიდიულად ახლა ქალბატონ ციალასაც საქმეები ერთადერთი ბერძენი ოჯახის კეთილინდება უნდა იყოს რომ ეს გაითვალისწინოს. თორე შესაბამისად ახლა ამ სიტუაციას და ამ პრობლემას ქალბატონ ციალაძის დამეთანხმება რომ უნდა მოხდეს კომისიური წესით შესწავლა და თითოეული ოჯახის შესწავლა უნდა მოხდეს ინდივიდუალურად. მე ამის მომხრე ვარ და ალბათ ამ პროცესის დარეგულირება შეიძლება. პრობლემასთან დაკავშირებით რომელზეც საუბრობენ ეკომიგრანტები ამბობენ რომ არის ხელოვნურად შექმნილი ეს პრობლემა. არის ბევრი პრობლემები მიწასთან დაკავშირებით არიან არენდატორები თავის გადმოცემის წესამაც ვარ ინფორმირებული ამის თაობაზე რომლებსაც კეთრობით მიწები აქვთ პარკის რაიონში არა მარტო პარკის რაიონში სხვა რეგიონებში და ეს საკითხი ვიცი რომ დღეს ეს რიგში გასდა რაღაც მოლაპარაკების დონეზე უკვე მიდის საუბარი. იქ დამეთანხმება თვითონ ბატონი მეულუძის და პიროვნებას რომ აი 3-დან 5 გექტარამდე ალბათ საჭიროა პარკის მუნიციპალიტეტში მიწა რომ იქ ნორმალურად მესაქონლეობას მიწოს ხელი და ცხოვრების ნორმალური პირობები ქონდეთ ელემენტარული ამ ოჯახებში. და ფიზიკურად სათიბებზეა საუბარი ბოდიში. კი, როდესაც ვთქვათ, ესეთი უხეში გათვლებით ერთ საქონელს სჭირდება 1 ჰექტარი მიწა, რომ გამოყვებოს მოსახლეობამ. ფიზიკურად არც სახლები და არც მიწის ნაკვეთები, რომლებითაც სარგებლობენ რეალურად არ არის დაკანონებული და წალკაში მაგალითად ის პრობლემაა სხვა მუნიციპალიტეტებისგან განსხვავებით სხვა პრობლემებია, რომ ფიზიკურად მიწა აღარ არის დარჩენილი, რომელიც არ იყოს არენდატორების გარეშე, ანუ რომ მოსახლეობას გადაეცეს. მაშინ სად თავაზობენ რეალურად მათ ესე ვთქვათ დღეს მთავრობამ შესთავაზა მათ რომ უკან დაბრუნდნენ წალკაში და მათ ეკნებათ საცხოვრებელი აჭარის მთავრობაზე საუბრობ ამ შემთხვევაში თუმცა ამ ადამიანებმა უარი განაცხადეს თქვენ ამბობთ რომ მიწები იქ არ არის მაშინ ეს დაპირებაც ესე ვთქვათ არარეალურია როგორ ეს დაპირება შესაძლოა რომ არარეალური იყოს ბატონ ამას თუ მიწები არის საუბარი რომ არ არსებობს მიწები ფიზიკურად შესაბამისად აი მიეცა დავალება ნედავლთა და განსახლების სამინისტროს რომ უშუალოდ აი მოხდეს ადგილზე წასვლა და იმ პრობლემატური საკითხების შესწავლა და იმის გამონახვა თუ როგორ შეიძლება ამ ოჯახებთან მიმართებაში დახმარების გაწევა ამაზე შეიქმნება ალბათ კომისია თორე როგორც ასეთი დღეს ერთი დღით თვითონაც დამეთანხმებიან ეს პიროვნებები და ეს წარგის მაცხოვრებლები რომ ერთ დღეზე 15-წლიანი პრობლემის გადაწყვეტა და ერთ დღეზე და ერთ კვირაში ფაქტიურად შეუძლებელი ამას სჭირდება შესწავლა ამას სჭირდება მოთმინება და გადასვლა იმ დიალოგის ჩვენაც შეგვიძლია შუამდგომლობა ჩვენაც ჩავერთვებით ამ პროცესში შუამდგომლობაში რას გულისხმობთ ჩვენ ქონდა საუბარი გამგეობასთან დევნილთა და განსახლების სამინისტროდან და უნდა გამოვნახოთ ის წრები რომ ეს ოჯახები თუ დაბრუნდნენ ეს ოჯახები და დაუბრუნდნენ საკუთარ სახლებს რა შეიძლება რომ იცხოვრონ ახლა 250 ოჯახის აი თქვენ მეუბნებით რომ აჭარაში უნდა დაგმაყოფილებაზე მესაუბრებთ ხომ ამ ეტაპზე როგორ შეიძლება და რა საშუალება არის ამ ეტაპზე რომ 15-ის გადაუწყვეტელი პრობლემა აჭარამ 250 ოჯახის პრობლემა დღეს აჭარაში გადაწყვეტილდეს თვითონაც იცია რომ დღეს და ხვალ და ამ პერიოდისთვის ეს პრობლემის გადაწყვეტა შეუძლებელია უფრო მეტად შესაძლებელია ჩემი აზრით იმ მუნიციპალიტეტში სადაც შეიძლება
რომ მოხდეს საცხოვრებელი სახლების შესყიდვის პროცესის გაგრძელება. თუმცა აუცილებელია რომ ეს პროცესი დაიწყოს რეალურად საქართველოში, იმიტომ რომ არ კონდეს კიდევ მსგავსი შემთხვევები, ალბათ დევნილთა და განსახლების სამინისტრო საქართველოს ცენტრალურმა ამაზე დაიწყოს მუშაობა ძალიან აქტიურად და ჩართული უნდა იყოს რეგიონალური განვითარების სამინისტრო თქვენი წარმომადგენლობა საქართველოს პარლამენტი, იმიტომ რომ რეალურად პარალელურად ალბათ დროა რომ საკანონმდებლო ცვლილებაზეც დაიწყოს საუბარი. ყოველთვის მიუთითებდით მე მახსოვს კალპუნციალა რომ საკანონმდებლო ბაზა არის ამ კუთხით დასახვეწი კანონი იძულებით გადაადგილულ პირთა შესახებ დევნილად მოიაზრებს ხოთ კონფლიქტის შედეგად დევნილ მოსახლეობას და ბუნებრივი კატასტროფების გამო ადგილნაცვალ პირებს კანონი მოქმედების გარეთ ტოვებს. ამ ხრივ არის თუ არა რაიმე სიახლოვე დაიწყო თუ არა ცვლილებებზე საუბარი ამ ეტაპზე მაინც. ჩვენ გვაქვს კონცეფცია ზოგადად კანონ პროექტის შესახებ, რომელსაც ერთდროულად ვამუშავებთ უმაღლეს საბჭოსთან ერთად და როგორც ვთქვით, უმაღლეს საბჭო აპირებს საჭიროების უმაღლეს საბჭო შევიდეს ინიციატივით საქართველოს პარლამენტში. თუმცა ამას უნდა მოყვეს პარალელურ რეჟიმში ამ ადამიანების პრობლემების გაცნობა, რომელსაც უნდა გაიცნოს დევნილთა და განსახლების სამინისტრო, იმიტომ რომ ჩვენ ერთობლივად ვიყავით კონფერენციაზე, როდესაც დევნილთა და განსახლების სამინისტროს იმ აპარატის წარმომადგენელი და იმ დეპარტამენტის ხელმძღვანელი, რომელიც უშუალოდ კურირებს ეკომიგრანტების საკითხს, აცხადებს, რომ ეკომიგრანტების სტატუსი რეალურად არ არის აუცილებელი და ისინი რეალურად მიხედავენ ამ პრობლემას. თუმცა დამეთანხმებით, რომ ბოლო 3 წლის განმავლობაში რეალურად თანხა არ ჩადებულა არც განსახლებაზე ეკომიგრანტების სასაცილო ციფრებია 300,000 ლარი, რომელიც ელემენტარული გადაადგილების თანხა არ ეყოფა, თქვათ, ამ დეპარტამენტს, რომელიც ამ საკითხებზე უნდა იმუშაოს რეალურად. ვფიქრობ, რომ დევნილთა და განსახლების სამინისტრო უნდა გააქტიურდეს განსაკუთრებით და ასევე მუნიციპალიტეტები, რომ მაქსიმალურად მოხდეს ამ ადამიანების არჩევნების შემდეგ შეინიშნება მაინც აქტიურად. დევნილთა და განსახლების სამინისტროში ძალიან დევნილთა და განსახლების სამინისტროში რამოდენიმეჯერ გქონდა შეხვედრა, გარდა იმისა, რომ თქვა დაიწყება ამაზე მუშაობა, დღემდე პირადად მე არ მომისმენია, უფრო მეტიც დეპარტამენტის ხელმძღვანელები აცხადებენ, რომ სტატუსი არ არის აუცილებელი. დიდი მადლობა. მე ყველა სტუდიას მინდა რომ დაუბრუნდე. ბატონო, თქვენ კონკრეტული შემოთავაზება მთავრობისგან მიიღეთ, მაგრამ პროტესტის ნიშნად შეხვედრა დატოვეთ მოგვიანებით. რეგიონის ხელისუფლება გთავაზობთ ისევ იქ დაკმაყოფილებას, მაგრამ თქვენ ამის წინააღმდეგი ხართ. რატომ არ გსურთ წალკაში 13 წლიანი ცხოვრების შემდეგ ისევ დაბრუნდეთ? ეს არის მხოლოდ მიწების გამო თუ რა პრეტენზიებზე ამჯერად საუბარი, რომ იქ აღარ გსურთ ცხოვრება და კვლავ აჭარაში მოითხოვთ ადგილს? ჩვენ არანაირი პრეტენზია არ გაგვაჩნია მთავრობის მიმართ და არავის მიმართ, მაგრამ ის დაპირებები, რაც ეხლა ბატონმა რამაზმა ჩვენ დაუკვირდა, ეს არარეალურია უახლოეს დროში, იმიტომ რომ ის ყველა კანონმდებლობები, რომლებიც დღეისათვის არსებობს გასული მთავრობის მიერ ჩამოყალიბებული, რა თქმა უნდა 2013 წლამდე 13 წლის ბოლომდე ეს ძალაშია. ამის შემდეგ მათ უნდა მიიღონ ეს კანონები, ამის შემდეგ ამას დააგვიანდება მთელი დიდი პროცედურებია გასავლელი და ამასობაში ჩვენ იქ სად უნდა ვიცხოვროთ, როგორ უნდა ვიცხოვროთ, როცა რომ უკვე ჩვენ არანაირი საშუალება არ არსებობს ჩვენ იქ დაბრუნების. თქვენ ყველა ნივთი გამოიტანეთ უკვე ამ სახლიდან და მე ნივთები გამოვიტანე, მივაბარე მეზობელს და წამოვედი, იმიტომ რომ სათხართ ეხლა ამჟამად თავს. ეხლა ამჟამად ახალ საფარებს თუ იქირავთ რა. ამჟამად ვიმყოფები ბათუმში, აგერ თქვენი მონამორჩილი და ქუჩაში ვათებ ღამეს და ალბათ გავათებ მანამ სანამ არ იქნება ყურადღება მიქცეული კონკრეტულად მთავრობის მიერ და ასე არის ეს ხალხი ყველა, მარტო მე კი არა ვარ და ის კი არ არის რომ ეხლა დაიწყო, ეს დაიწყო დიდი ხნის წინ. აი ეს მზადდებოდა, ეს ნაღმი ჩავდო გასულმა ხელისუფლებამ ისათვის რომ მოეხდინა საბოტაჟი. აი ამ ხელისუფლებისათვის ჩვენ ვიბრძოდით მათ ასამარცხებლად და მათ დაგვამარცხეს და გამოვყარეს წალკიდან. ეს ასეა და ამას ვანაირი არანაირი ის არ მიეცემა და ჩვენ იქ დაბრუნება ეს არის რა ვიცი როგორ უნდა დაბრუნდეს სად უნდა გავაცეოთ ხავ იქ სიცივეა ქუჩაში ვერ გაათებ ღამეს კაცო არ ის ხალხი არ ყიდია სახე თუ ქუჩაში აქაც უნდა იყოთ მაინც არ იქნება ალბათ კარობის გაშლას ხომ არ აპირებთ ალბათ მივა მაგამდეს მაგრამ დღეს ჩვენ შევხვდით წარმომადგენლებს ხელისუფლების წარმომადგენლებს ვისაუბრებთ ცოტა იყო პატარა აღარებებები რაღაცა მაგრამ ამას მოდებს ჩვენ ისევ და ისევ დიალოგის რეჟიმში
ალბათ გვექნება საუბარი აჭარის ხელისუფლებასთან და მე დაწუნებული ვარ რომ ეს ხალხი ჩვენ შემოქმედავს და შეგვიფარებს, იმიტომ რომ მართლაც რომ ჩვენ სხვა ხალხი არა ვართ, სადმე აფრიკიდან მოსული გასა ჩვენ საჭარელი ვართ და ჩვენ კუთხეში დაბრუნდით და იქ რომ იყვეს შესაძლებლობა ოდნავ ჩვენი ცხოვრების ნამდვილად არ წამოვიდოდით, იმიტომ რომ ჩვენ დიდი საქმე გავუკეთეთ ქვეყანას და იმას ბოლომდე მივიყვანეთ, მაგრამ დღეს ოფიციალურად განაცხადეს ამ ხალხმა, რომ არცერთი სახლი არ გაიყიდება, ის არის კერძო საკუთრება, იმას ვერავინ ვერ შეეხება. ასევეა მიწებით, საუბედუროთ ისეთ ხალხზეა მიყიდული, რომ ისინი იმას არ დათმობენ. ამიტომ მე როგორ ვიტყვი რომ იქ დავბრუნდე და ისეთ ხალხზეა მიყიდული, რას ნიშნავს ბატონო? იმისთან ხალხს რომ ისინი არიან ფერმერები და აწარმოებენ იქ უკვე თესავენ, ხნავენ და აქირევენ და თელი რიგი აბები და შეიძლება რომ საკუთრება წავართვათ ჩვენ ერთი მხარეს თუ ლაპარაკობთ მეორე ხომ უნდა გავითვალოთ. გასაგებია, დიდი მადლობა ბატონო გუჯა. რამდენიმე თვის წინაც იყო წალკიდან ესე ვთქვათ წამოსვლის მცდელობა აჭარაში, თუმცა შემდეგ უკვე გადაიფიქრეთ მხოლოდ თბილისამდე ჩამოხვედით. რატომ მოხდა ეს? მაშინ რატომ შეჩერდა და ეხლა უკვე ვის შეხვდით შესაბამისად და ვინ გადაგაფიქრებინათ მოკლედ რომ ვთქვათ? ნამდვილად სწორი შეკითხვა იყო დასმული, იმიტომ რომ ვინმე მარკეტესო პირდაპირ ჩვენ არჩით ნამდვილად საქართველოს ხელისუფლებას და აჭარაში წამოვედით იმისათვის რომ რაღაცა სარგებელი ნახოს ვიღაცამ. ეს ნამდვილად არ არის ჩვენი თვითმიზანი. ჩვენ ამაზე გვაქვს ბრძოლა. მიმდინარეობს სამსახურების შესყიდული იყო, დაკმაყოფილი იყო მოსახლეობა და გლეხები ფაქტიურად. იქ კომფორტულად ზნობენ უფრო თავს, მიწასთან ახლოს არიან და სამწუხაროდ იმ ხელისუფლებამ ამ ხალხს არ მისცა საშუალება მიწაზე მუშაობის. ისინი მონურ მდგომარეობაში არიან. მე მოვითხოვდი კომისიას რომ ჩამოვბრძანდე. მე ამ სიტყვის არ მომერიდება რომ ნამდვილად რომ მონურ მდგომარეობაში არიან ის ხალხი და თქვენ მაშინ რატომ გადაიფიქრეთ? ვინ გადაგაფიქრებინათ? ხელისუფლებასთან მქონდა შეხვედრა. ვისთან კონკრეტულად? ყველა წარმომადგენელთან, მაგრამ იმ შემთხვევაში ჩვენ შეხვედრა გავუმართეთ, მაშინ დაგვიდგა საპატრიარქო და საპატრიარქოსთან მქონდა მიწევა და ამ პრობლემის გადაწყვეტასთან საუბარი. იმ დროს ეს შეეხებოდა კვლავ ბინების დაკანონების პატრიარქის განცხადება იყო რომ თუნდაც ერთმა კაცმა რომ დატოვოს, ერთმა პიროვნებამ ამ ხალხმა შეასრულესო უდიდესი მისია საქართველოსათვის და წალკა დღეს არის აღორძინებული ამ ხალხის ძალის მეშვეობით და ერთმა კაცმა და ის იქნება დანაშაული. რა თქმა უნდა ხელისუფლების. დღეს ამ ხელისუფლების პირობებში მოვიდა და ჩვენია ჩვენ თვითონ ამ ხელისუფლების მართლაც გამარჯვების მიბრძოდით, მაგრამ გარემოებამ უკიდურესობამდე მიიყვანა ეს ხალხი და მართლაც უკიდურესობამ ჩამოიყვანა ბათუმშიც ეს საზოგადოება, იმიტომ რომ სხვანაირი გამოსავალი არ ინახა, იყო ჩარეული. მართლობა, თვითმართველობა, ეს არის გამორიცხული და ბატონ ლამაზ მე გამოინახება შესაძლებლობა ელემენტარული შესაძლებლობა არ არსებობს ამ პრობლემის წალკაში გადაწყვეტის შესაძლებლობა არ არსებობს. ყველას აქვს საკუთარი პატრონი ამ ეტაპზე ამას ამბობთ. იქ ამოიწულა ამის გადაწყვეტილებას. იყო მეთქი ჩარევდა ჩვენ ერთი თვე ველოდეთ საპატრიარქოს გადაწყვეტილებას, რომლებიც რა თქმა უნდა აქტიურად იყვნენ ჩარეული, მაგრამ პრობლემა ნამდვილად რომ შესულია ჩიხში და ამან განაპირობა ჩვენი აქ ჩამოსვა და უნდა ნამდვილად სერიოზულად შეხედვა ახლა ხელისუფალი. იმიტომ არის მეთქი, იყო აქამდე ხელისუფალი, იმიტომ მოდიოდა რომ საკუთარი ნებისთვის ბრძნოდა, მაგრამ დღეს შეიცვალა სასიხარულო ეს ხელისუფლება და ხელისუფალი იმისათვის უნდა იზრუნოს თავის ხალხის კეთილდღეობისათვის. ჩვენ მეტი ვერ გამოვინახეთ აქ საშუალება რომ აჭარაში წამოსვლას მეტი არ გამოვინახა. ყველა იყო ჩარეული ფაქტურად. თორემ განსაკუთრებით სამინისტროს, რომელმაც ვერ გაქცა ის პასუხი, რომ ეს დააკმაყოფილებდა ამ ხალხს. დიდი მადლობა. ბატონო რამაზ, თქვენ ადამიანებს ვთქვათ დათანხმდნენ, ამბობენ რომ ყველა რესურსი ამოწურულია, რომ იქ დაბრუნდნენ. უნდა გამოვინახოთ ყველა გზა და იმით ვიდახი რომ უნდა გამოინახოს ყველა გზა და უნდა მოხდეს ადგილზე შესწავლა და ამისთვის დაევალა შესაბამისი ორგანო. ადგილზე შესწავლაში რას გულისხმობთ, რომელი არის რამდენად შეიძლება თავისუფალი სახლების გამონახვა და იმ გარანტიის მიღწევა იმ ბერძენ მოსახლეობაზე, რომ ნამდვილად შეუსყიდიან და გადაუხდიან იმ თანხას, რაც თანხასაც ისხოვენ ეს ბერძენი მოსახლეობა აღნიშნულ სახლებთან დაკავშირებით. და დღეს ამ პრინციპით, რომ სამარშრუტო ტაქსებში გამევათიოთ და ამით რაღაცა გამოგვივა, ასე ვერაფერს ვერ მივიღებთ. თუმცა ადამიანებს არ აქვს წასასვლელი გასავალი. ერთადერთი უნდა გამოვნახოთ ყველა გზები, რომ ეს ოჯახები
ყველანაირად უნდა შევეცადოთ, რომ იქ ბევრი სახლებია, ჩემი ინფორმაციით წარილი არის სახლები, სადაც დროებით შეიძლება რომ ნაწილი ოჯახების შეყვანა მოხდეს და აი ერთობლივად ჩვენ გვინდა რომ აი მუნიციპალიტეტთან ერთად, ეროვნულთა და განსახლების სამინისტროსთან ერთად და პირველ რიგში ამ ოჯახებთან ერთად ვეძებოთ ის გამოსავალი, რომ არის ეს შესაძლებელი გამტონცალ რასაც ბატონი რამაზი საუბრობს თუ არის ეს თავისუფალი სახლების საშუალება იქ გამოძებნის თქვენ იცნობთ თითქმის ყველა სოფლის მდგომარეობას დეტალურად სახლი დაკეტილია თუ ხია ამას ვერ გეტყვით, მაგრამ აუცილებელია მოხდეს ამის შესწავლა, იმიტომ რომ რეალურად იმდენად ქაოსური იყო ეს პროცესი წლების განმავლობაში, რომელი სახლია, სად არის, რომელი მოქალაქე სად და რომელ სახლში ცხოვრობს, რეალურად ამის არანაირი მონაცემი არ არსებობს. აუცილებელია სახელმწიფომ დაიწყოს ფიქრი, როგორც გრძელვადიან პერსპექტივაზე ეკომიგრაციის პრობლემის მოგვარების, ასევე ამ ადამიანების პრობლემის მოგვარების. გამოსავალია ის ყველაზე მოკლე დროში, როგორ შეიძლება რომ მოიძებნოს. ალბათ აუცილებელია რომ წალკის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები, ეროვნულთა და განსახლების სამინისტროს წარმომადგენლები აქტიურად ჩაერთონ ამ პრობლემის გადაწყვეტაში, მოხდეს ამ ადამიანების დაბინავება თუნდაც მცირე დროით და შემდგომ დაიწყოს სახლების შესყიდვა ამ ადამიანებისთვის და ასე შემდეგ. ძალიან დიდი მადლობა გაცემაში სტუმრობისთვის. მე მაყურებელ შევახსენებ რომ ჩვენი სტუმრები იყვნენ მელუდ ვაშაყაძე და ელგუჯა შავაძე, ასევე არის სამთავრობო ორგანიზაცია ბორჯღალის ხელმძღვანელი ციალა ქათამიძე და ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე რამა ჟინჭარაძე. ჩვენი დრო პირველ ბლოკში ამოიწურა რამდენიმე წუთში პარლამენტის ვიცე-სპიკერთან ერთად დაუბრუნდებით პირდაპირ ეთერში და გოლობთ. Სუპერპირდაპირ ეთერში ბრუნდებით გადაცემის მეორე ნაწილში საუბარს ისევ ეკომიგრანტების თემით განვაგრძობთ, რაში ხედავს გამოსავალს ბათუმის მაჟორიტარული რომელსაც წლების განმავლობაში წალკაში ჩასახლებულთა პრობლემის შესახებ არაერთი განცხადება გაუკეთებია, როგორ შეუძლია მთავრობას არსებული პრობლემის მოგვარება და რა უნდა გაკეთდეს კიდევ ერთი პრობლემური თემის გადასაჭრელად. კონკრეტულად კი მაღალმთიანეთიდან ჩამოსახლებული და უკანონოდ დასახლებული ოჯახების შესახებ. გადაცემის სტუმარი საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი მურმან დუმბაძეა. მოგესალმებით და დიდი მადლობა რომ ხართ here. დიდი მადლობა მოწვევისათვის. მე მაყურებელს შევახსენებ ტელეფონის ნომერს 27 52 72 შეგვიძლიათ დარეკოთ პირდაპირ ეთერში, დასვათ შეკითხვა და გამხატოთ თქვენი მოსაზრება. ბატონ მურმან, 45 ოჯახი, რომელიც აჭარაში დაბრუნდა, ამბობს, რომ დაარჩა უსახლკაროდ. დღეს მათ ჰქონდათ შეხვედრა მთავრობის სახლში, საიდანაც უკმაყოფილებმა ესე ვთქვათ, დროზე ადრე დატოვეს შენობა. მათ შესთავაზეს უკან დაბრუნებაც, მაგრამ ამაზე უარი განაცხადეს. რამდენად შესაძლებელია ამ ადამიანების იქ ადგილზე დაბრუნება? თქვენ თუ უსმინეთ ჩვენს პირველ ნაწილს, თავად ეკომიგრანტები საუბრობენ, რომ იქ არ არის ამის შესაძლებლობა და გამორიცხულია, თუმცა ბატონი რამაზი რაღაც შესაძლებლობას ამ დაგვას მაინც უშვებს და ხედავს. როგორია თქვენი ხედვა, არის თუ არა ეს შესაძლებელი, თუ კი ისინი დათანხმდებიან წალკაში უკან დაბრუნებას? დიდი მადლობა, ისევ კიდევ ერთხელ. მე არა მარტო უსმინეთ თქვენს გადაცემას, მე შევხვდი ამ ადამიანებს რამდენიმე საათის განმავლობაში. დაახლოებით 12 ეკომიგრანტი იყო აჭარის უმაღლეს საბჭოში, შევახვედრე რამდენიმე კომისიის თავმჯდომარე და მოვილაპარაკეთ, რომ იქეთა კვირაში არასასიო კვირა მექნება და პირადად მე ვიღებ პასუხისმგებლობას, რომ თავად უნდა ვეწიო წალკის რაიონს, თუმცა მე უნდა გითხრათ, რომ ამ სოფლებში დავდივარ და ვიცი მათი პრობლემები ადგილზე შესწავლილი მაქვს. ჩემი ვალდებულებაცაა და პასუხისმგებლობაც. ინფორმაცია რომ თქვენ აბრალონს ინფორმაციებს ძალიან დეტალურად იცნობთ. მაშინ რა პრობლემები ფიქსირდებოდა ბატონ მურმან? პრობლემები იგივეა, სამწუხაროდ დღესაც იგივე პრობლემაა, რაც იყო 10 წლის წინ, 15 წლის წინ, 5 წლის წინ. უნდა გითხრათ, რომ 70-იანი წლების ბოლოდან იწყება, ასე ვთქვათ, მასიური განსახლების პროცესი, განსაკუთრებით ზემოთიანი აჭარიდან, ეს არის შუახევის რაიონი და უფრო მეტად ხულოს რაიონი. დაახლოებით ამ ტერიტორიებზე უნდა გითხრათ, რომ პრინციპში სახელმწიფო სტრატეგიული ხედვა მაშინაც და დღესაც და სააკაშვილის ხელისუფლების დროსაც, როცა ხელისუფლება ეუბნება მოსახლეობის ამ ნაწილს, ვისაც პრობლემა აქვს, ასე ვთქვათ, ეკოლოგიური პრობლემებია მათი დამეწყრილი ტერიტორიების გამო, სტრატეგიული ხედვა სახელმწიფოს ისტორია, რომ ისინი უნდა განასახლონ ტერიტორიებზე, სადაც უფრო მაგრამ ახლა არის მეორე მხარე, როგორ ვასრულებთ ამ პირობებს. ის პრობლემები, რომელიც იყო 5 წლის წინ, 10 წლის წინ, დღესაც სამწუხაროდ ეს პრობლემა დგას. აქ არის ერთადერთი ყველაზე მთავარი პრობლემა, რომელსაც მე ველაპარაკე და რომელიც ცნობილია როგორც ცენტრალური მთავრობისათვის, ისე რეგიონალური მთავრობისათვის. ჩემი პირადი დამოკიდებულება, სუბიექტური აზრი ასე არის და მეთანხმება მთავრობაც, ადგილობრივისაც, ცენტრალურიც, რომ ჩვენ საკანონმდებლო დონეზე პარლამენტში უნდა მივიღოთ კანონი ეკომიგრანტის სტატუსის შესახებ. ეს არის მთავარი განსაზღვრელი. სწორედ ამ პრობლემაზე უნდა მოკერებით მე კიდევ შეგეკითხებით მაყურებელი გველოდება პირდაპირ ეთერში დასვით შეკითხვა პირდაპირ ეთერში ხართ
ალო გამარჯობათ. 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 2009 წელს გადაგვასახლეს მარნეულის რაიონის სოფელ ხიხანში 70 ოჯახი. არა გვაქვს მიწა 600 კვადრატული მეტრი მიწა გვაქვს და ჩავედით გამგებელთან ყოფილ დეკანოიძესთან დეკანოიძემ გითხრა რომ ვინც ხარ ჩამოგასახლა თქვენ წადით და ტოლთა განსახლების სამინისტროს თხოვებითო. მიწა არ გვაქვს, აქვს ქათრებს და სომხებს არენდით აღებული, ჩვენ საერთოდ მე-5 წელია არც მიწა გვაქვს არაფერი. მაშინ საიდანაც წაგვიყვანეს, იქ ჩამოგვიყვანო, მანქნები მოხსნა და ჩამოგვასახლონ უკან. და თქვენ საკუთრებაში გააქვთ სახლი, ფლობთ სახლს? სახლი გვაქვს კი მოხსნა ტოლთა განსახლების და ეს არის დარეგისტრირებული პრობლემა არ გექნება ამასთან დაკავშირებით. ხო, მისი საქმეს ვამბობ და წყალის არა. აჰა, დიდი მადლობა. ესე იგი პრინციპში ახლა ნახეთ როგორი სიტუაცია პირიქით სახლი აქვსა და მიწა არა არის რომ მიწა აქვსა და სახლი არა არის არც საუბრობდნენ რომ მათ შესაბამისად არც მიწა ჰქონდათ და არც სახლი, თუმცა ის მიწები რომელიც მათ გადასცეს 1000 ჰექტარი 1000 მეტრი უკაცრავად ეს იყო ვარგის ესე ვთქვათ 1 ჰექტარი ეს არის 10000 კვადრატული მეტრი მიწა უნდა გითხრათ რომ წალკის რაიონისთვის ახლა უშუალოდ და არავშავსეთ მათემატიკაში ცოტა გაგიჭირდება ჯურნალისტებს მე მათემატიკაში ვარ და ამიტომ ეს საკითხი უფრო კარგად ვიცი გამიმართლებით წავთ მას შემიძლია აგიხსნა რა არის ჰექტარი არაშევს უნდა გითხრათ რომ საქართველოს პარლამენტშიც გვეშლება ზოგჯერ ასეთი რამეები ეს არის 10000 კვადრატული მეტრი მიწა უნდა გითხრათ რომ ეს 1 ჰექტარი მიწა გლეხისათვის წალკის რაიონელი გლეხისათვის ეს შეიძლება ხულოში იყოს კარგი შეიძლება ხელვაჩაურში ქობულეთში იყოს კარგი წალკის რაიონში მცხოვრები გლეხისათვის 1 ჰექტარი მიწა არის ძალიან ცოტა სულ მინიმუმ 3-4 ჰექტარი მიწაზე უნდა ვილაპარაკოთ ჩვენი ამოცანა სტრატეგიული ხედვა იმიტომ ამბობ რომ ჩვენ სტრატეგიული მიზანი უნდა დავისახოთ რომ ეს მოსახლეობა კი არ გადავასახლოთ კი არ მოვისწროთ აქ საკუთარი ბუნებრივი თქვენ რაში ხედავთ ტორფივით მიწებია მე ვიცი ეს მიწები გეოგრაფიიდანაც ვიცი პიროვნულადაც დავდივარ ისევ წალკაში უფრო სამხრეთში მაგრამ ამბობთ რომ ეს მიწები უკვე დაკავებულია და ტერიტორიები აი აქ არის ახლა ერთ ადამიანს აქვს 400-500 ჰექტარი მიწა და მეორეს არაფერი არ აქვს ეს არც სამართლიანია და არც პოლიტიკურად მიზეზი შესყიდული აქვს ბატონო მან როგორ უნდა მოახერხოს მე ძალიან მეეჭვება რომ ეს შესყიდული რას ნიშნავს შესყიდული 500 ჰექტარი მიწა მუშაობდება ეს 500 ჰექტარი მიწა ნამდვილად იძლევა იმ ოფექტს რა პირობით ეს მივყიდეთ ეს მიწა ცოტა გასაკვირი საკითხებია ამიტომ მე ვამბობ რომ ჩვენ უნდა წავიდეთ საკანონმდებლო ინიციატივის გზით ეხლა რამდენიმე ჯგუფი მუშაობს მას შორის აი ქალბატონი ციალაიჯი და ახალგაზრდა გოგო ეს ჯგუფი ბორჯღალი კარგად მუშაობს გუჩმანიძე ილია არის მაგის ხელმძღვანელი კარგები არიან საკმაოდ კარგად გაცნობიერებული არიან ამ საკითხებში უნდა გითხრათ რომ საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი და ეხლანდელი წევრი ანზორ ბოლქვაძე ძალიან კარგად იცნობს ამ სტრუქტურას არის ომარ მიგრელი და შუახევის ყოფილი გამგებელი და ეხლა საქართველოს პარლამენტის წევრი ისინი ძალიან ბევრს მუშაობენ ამ საკითხებზე მოკლედ სამუშაო ჯგუფი უნდა შეიქმნას ეს ჯგუფი პრაქტიკულად შექმნილია მე ველაპარაკე საქართველოს პრემიერს მე ველაპარაკე განსახლების სამინისტროს დარახვილიძეს მე ველაპარაკე აქაურ სამინისტროს ველაპარაკე უმაღლეს საბჭოს მთავრობას მოკლედ სამუშაო ჯგუფი საუბარი ბატონო მურმან და რა არის აუცილებლობა ხედავთ ეკომიგრანტის აღიარება აი გეტყვით აი მაგალითად ჩვენ რო ადამიანი გადაჯავასახლეთ თქვა ამ ტერიტორიაზე არა უამრავი საერთაშორისო ორგანიზაცია აი მაგალითად სოციალური სახლი ავაშენეთ შუახევის რაიონში აი 21 სახლი აშენდა აგრეთვე ტოლვილებს მივეცით იძულებით გადაადგილებულ პირებს სახლები ბენზეს დასახლებაში ეს ხო არ გონიათ რომ საქართველოს ბიუჯეტიდან არის დახარჯული ეს თანხა არა ეს არის საერთაშორისო ორგანიზაციებია დონორი ორგანიზაციებია ჰუმანიტარული დახმარებებია მოკლედ სტატუსი აღება ნიშნავს იმას რომ გრანტები კიდევ წავალ არა მარტო გრანტები სახელმწიფო ბიუჯეტზეც იოლად იმუშავებს ეხლა აქ მოსული ასენი ჩემი ძალიან ახლობელია მათ ძალიან დიდი ხანია ვიცნობ ჩავდივარ ტელეფონით ველაპარაკები ვესიყვარულები იმედს ვაძლევ სახელმწიფოსგან აქ პრობლემა უფრო მეტად ის კი არ არის რომ მათ არ უკანონებენ პრობლემა ის არის რომ ვერ გძნობენ სახელმწიფო მეურვეობას დამოუკიდებელი ესა რომ მიადგა უკვე მას ყოფილი მეპატრონი და უთხრა რომ ყოფილი მეპატრონი ამ შემთხვევაში სამართლიანია უფრო იმიტომ რომ საბერძნეთში წავიდა ეს ხალხი ეს არის 80-იანი წლების ბოლოს საბჭოთა კავშირის ღვევა უფრო მიმზიდველი ევროპა მაგრამ იქაც ეკონომიკური პრობლემებია და ეხლა საქართველოს ასეთ ისე იდგამს ფეხს და უფრო წარმატებული შეიძლება გახდეს და უკან მობრუნდა მას ახლა სამართლებრივად ჩვენ იურიდიულად ვერ გავამწყურებთ ამ ადამიანებს მაგრამ ამავე დროს ეს ადამიანები აი
მაინც ეთერში მეორე სტუდიაში და იმ ადამიანებსაც არ უნდა გავუმწყნოთ. იმათ უნდა იგრძნო რომ ჩვენ ვართ სახელმწიფო, რომ მიუღე ვართ, რომ ჩვენ პატრონი ვართ. აი ამის მოხერხება შესაძლებელია. შესაძლებელია თუ ამ ადამიანებს კარგად დავარწმუნოთ რომ გადამომდგენ კლავზარია ეთერში მაყურებელი გოლდება გისმენთ. ალო. გამარჯობათ. გამარჯობათ მოგესალმებით. მოგესალმები პატრონ მოგმანდუმბაძეს. ერთი შეკითხვა მაქვს ასეთი. თქვენ ახსენეთ რომ პრობლემები არის ძალიან რთული სასახლებულ ხალხთან მიწის პრობლემაც გამოსახლებაც მაგრამ როდის მოგვარდება და საერთოდ შეიძლება თუ არა აჭარაშიც რომ ეს ხალხი ჩავასახლოთ არის მაგის საშუალება რომ ეს ჩვენი ხალხი მესაზღვრები რო არ ვიყოთ დიდი მადლობა პირიქით საერთოდ ეს შეკითხვა ყველა ეკომიგრანტიდან ისმის და ისმის იმ ადამიანებისგან რომლებიც შესაძლებელია ასეთი რაღაცა ურჩიო მაგრამ ეხლა მე ვარ პოლიტიკოსი ამოცანა ის გულწრფელი პოლიტიკოსი ვარ და გულწრფელი პოლიტიკოსის ამოცანა ის კი არა რომ მოვატყუო და ადამიანს ის უთხრა რაც მას აინტერესებს ეხლა ამ მოქალაქეს რომელმაც დარეკა იმას აინტერესებს რომ მოდი ეხლა ჩაქვის ტერიტორიაზე გამოგიყოფ მიწას და გაუხარდება მაგრამ უნდა გითხრათ რომ არ უნდა დააიმედო შენ უნდა უთხრა რა არის მოცემულობა და ამ მოცემულობიდან უნდა ამოხსნა წინა ხელისუფლებამაც ერთმაც და მეორემაც სწორი სტრატეგია დაგეგმა მაგრამ შესრულებაში იყო ხარვეზები თქვენ როგორ გეგმავთ ამ ხარვეზების გამოსწორებას ფაქტობრივად და რა სპირდებით მაშინ მოსახლეობას აი მაგალითად მე მგონია რომ აი როცა რეკავენ ადამიანები ან გველაპარაკებიან და უცებ პრობლემას სწავლობ ორი ემოცია ერთი არის მიწის საკუთრების აღიარება და მეორე სახლის აღიარება უნდა გითხრათ რომ აი წალკის რაიონში მაგალითად მე უფრო ადრე და მეგონა რომ უფრო ნორმალური სახლებია პრინციპში ახლა კაცი ჩაასახლო რომ დაასახლო და მისცე და შეუძინო და დაეხმარო ცხოვრების გაგრძელება შეიძლება 10-15 წელიწადზე უნდა გათვალო. არ უნდა უთხრა მოქალაქეს რომ იცი რა თქვენ ახლა პაქსაძეებიდან გადაგასახლებთ წალკის რაიონში და შენ ხვალ გახდები მილიონერი, ასე არ არის. ჩვენ თუ რაიმე ქონება გვაქვს, მაგალითად მე პირადად ხო? ჩემი ქონების დიდი ნაწილი 19 არის მამაჩემის. და მამაჩემის ბაბუაჩა ასე ნელა უნდა აშენდეს ეს ქონება. ჩემი ამოთანა ეს ხალხი გამიგდეს. არა, აი შეიძლება სახლის შენებლების დროს გასვა. მე ჩვენება რომ აი ამ პროექტში რომ თუ მუშაობთ ამ მე ასე მესახება ასე ვთქვათ რუსული ტერმინით ნაბროსკები არის შავი ვერსიით მე მგონია რომ მიწა ჩვენ უნდა მივცეთ უფასოდ მაქსიმალურად უფასოდ რომელი მიწა უნდა მიცეთ ბატონურმან ისინი ამბობენ რომ მიწა არის უვარგისი და პრეზიდენტმა რომელიც გადაჭრა შესაბამისად ვერავინ ვერ იყენებს არ არის მიწა უვარგისი პირიქით იქ არის სამხრეთში არის ტორფივით მიწები საუკეთესო მიწები ამას აღიარებენ მაგრამ უკვე ათვისებულია და იქ გასაგები ათვისებულია მაგრამ ერთ ადამიანს რო აქვს 500 ჰექტარი მიწა და აი აგ მოქალაქე რო იჯდა სტუდიაში და 500 კვადრატი ძახის და ის 500 კვადრატიც არ აქვს და იმას 500 ჰექტარი დამუშავებული არა დამუშავებული. მოკლედ, ამა ესეც საკანონმდებლო სივრცეში უნდა მოექცესო და ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რამდენად სამართლიანად გაიცა ეს უზარმაზარი 500 ჰექტარი ძალიან დიდი რაოდენობის ფართობია, რომელიც მოიჯარეს გადაეცა და ამ დროს სრულდება თუ არა ის პირობები კაციშვილმა არ იცის. აი, მაგალითად, სახლებთან დაკავშირებით მეჩვენება, რომ ჩვენ უნდა მივაბად ბანკებთან ურთიერთობა, უნდა ვასწავლოთ ამ გლეხებსა და 10 წლით, 15 წლით, 20 წლით, 25 წლით, 30 წლით ნახევარი რა თქმა უნდა შეიძლება მიწებზეც შესყიდვაზე ვილაპარაკოთ და შეიძლება სახლების შესყიდვაზეც ვილაპარაკოთ. ანუ ჩვენ უნდა უთხრათ რომ ისინი გამდიდდებიან 10, 15, 20 წლის შემდეგ. ეხლა აჭარელი კაცი ძალიან მოყაითია განსაკუთრებით მიწასთან ურთიერთობის დროს. ეს შანსი უნდა გამოიყენოთ. ჩემთვის როგორც პოლიტიკოსისათვის მათი იქ გადასახლება აი როგორ თქვა აი ჩვენო დარაჯები ვართო თუ როგორ მესაზღვრეები არიან. ეხლა ყველაფერი მიკროფონთან კი არ უნდა თქვა და საჯაროდ არ უნდა თქვა, მაგრამ უზარმაზარი პოლიტიკური დატვირთვა სამხრეთ საქართველოს ამ რაიონებში და ამ ტერიტორიაზე ზემოაჭარლების იქ ჩასახლებას. აი მაგალითად ცოტა უფრო კარგი მდგომარეობა მე სხვა ტერიტორიებსაც კარგად ვიცნობ, აი მაგალითად კახეთში ლაგოდეხის რაიონში ძალიან ბევრი ჩემი მეგობარი არის ჩასახლებული, მე ჩავდივარ და საუკეთესო ღვინოს ვსვამ. მაგალითად სამეგრელოს რაიონშიც კარგად მოხდა. საკუთრების აღიარება უნდა მოხდეს. უნდა იგრძნოს სახელმწიფოს როლი მასთან ურთიერთობაში და აი ამ მიწების შეფერებას ერთ რომ ეს ალბათ მოგვარდება და მოხერხდება. ამის მოგვარების ყველაზე უებარი წამალი
ხმალი, ეს არის კანონი ეკომიგრანტების შესახებ. ეს სტატუსი უნდა მივანიჭოთ. ეს სტატუსის მივიჭება რა შეიძლება? აი ხშირად მეკითხე მე რა არის? აი მაგალითად მეკითხება რომ აი ერთ-ერთმა მითხრა ახლა ჩამოსული იყო მასთან ვიყავი რამდენიმე თვის წინ საუკეთესო ოჯახი შესახლებული იყო. მისი არ არის ის ოჯახი, მაგრამ მეუღლე დახვდა, თვითონ დახვდა, მეზობლები დახვდა და მთელი ღამე იქ ავატარე. ძალიან მესიამონა რომ ქართველი კაცი, აჭარელი კაცი იქ ჩასული და ამაგრებს საკუთარ ტერიტორიასა და აი მე ვიგრძენი რომ კარგი ოჯახი იყო. აი მითხრა რომ ქართული სკოლა ძლივს გავხსენითო. შეხედე სტატუსში შეიძლება ჩაწერო რომ სკოლის გახსნა, აი მაგალითად პირობისთვის მარტივიანით რომ ვილაპარაკოთ რომ მოქალაქეება გაიგონ. თქვათ განათლების შესახებ კანონი ამბობს რომ მოცემულ გეოგრაფიულ ტერიტორიაზე სკოლის გახსნა შეიძლება იმ შემთხვევაში თუ 100 ბავშვი არის ასე ვთქვათ სტატუსი ეკომიგრანტების სტატუსზე იქნება. აი ეკომიგრანტებისათვის თქვათ სხვანაირი წესის შემოიღოთ სკოლის გახსნისა, სკოლის გამაგრებისა, იგივე ვაუჩერიზაციის სისტემა, იგივე ჯანდაცვის სისტემა, იგივე სხვა პირობები რომელიც აი ამ სტატუსებში შეიძლება ჩადოს და რომელიც უფრო მიმზიდველი გახდება მათთვის. ამის გაკეთება სახელმწიფოს შეუძლია. დღევანდელ სახელმწიფოს მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ახლა ხშირად მეუბნებია, რომ რატო 2013 წელს, ახლა 2013 წელს ჩვენ მივედით ხელისუფლებაში. ეს ბიუჯეტი პრაქტიკულად იყო დაწერილი. ჩვენ უნდა შეგასწავლოთ, ბატონო, კლავზარია ეთერში. გისმენთ პირდაპირ ეთერში ხართ. გამარჯობათ. ერთი შეკითხვა მაქვს, მე საკითხი სოფელი ხარებიდან. დიახ, მაინტერესებს, აი ჩვენ ვართ ჩამოსახლებული 2000 წელს ჩამოსახლდით ზალკის რაიონში, ვართ 6-სულიანი ოჯახი და ძალიან ბევრ ოჯახს აქვს იმის საშიშროება, რომ გამოსახდებიან ფაქტიურად. მე მაგალითად მოვიდა ჩემი სახლის პატრონის შემოდგომაზე და მითხრა, რომ გაზაფხულზე უნდა დაცალო სახლიოდან. და სულ იმის შიში ვართ, რომ აი ხვალე მოვა, ზეგე მოვა და უნდა გამოვიდეთ სახლიდან და თუ შეიძლება რომ აი ეს კომისია ნამდვილად დაინიშნება თუ არა გვაინტერესებს. აი მე გარწმუნებთ რომ ძალიან დიდი მადლობა მაგალითად მე გარწმუნებთ. ეხლა ეს კვირა სასესიო ძალიან თული სასესიო კვირა გვაქვს. 4 შაბათი, 5 შაბათი, პარასკევი, შაბათი დღე ეს რიგარიშის სხდომა გვექნება. იქეთ 2 შაბათს მთავრობასთან შეხვედრა მაქვს და 3 შაბათიდან რამდენიმე ერთი ჯგუფი საქართველოს ცენტრალური მთავრობიდან, განსახლების სამინისტროდან, ადგილობრივი მთავრობიდან ამ კომისიას თვითონ მე შევადგენ და აუცილებლად ჩავალ. იმიტომ რომ აქ მუნიციპალიტეტი აპოლიტიკური საკითხია. ეხლა ეს თუ დააკვირდები შიგადაშიგ სხვა პრობლემებიც აწუხებ. აი მაგალითად არ მოწონთ გამგებელი. აი მოვიდა ქართული ოცნება ამბობს ერთ-ერთი მოქალაქე ხო თქვენ გელაპარაკებთ. მოვიდა ქართული ოცნება და ადამიანი რომელიც იყო ნაციონალური მოძრაობიდან ის გახდა გამგებელი არ მოწონს ქართული ოცნების პარტიის თავმჯდომარე. ეს საკითხების დგას. უნდა ჩავიდეთ, უნდა ველაპარაკოთ განსაკუთრებით მუნიციპალიტეტებს, გამგეობებს, საკრებულებს. ამ სოფლებში ყოველთვის იდგა ძალიან მწვავედ სხვადასხვა პრობლემები, არა მხოლოდ გამგებლის, ელემენტარულად წყლის პრობლემა, სკოლის, ავადმყოფოს და ასე შემდეგ. უბრალოდ ეს არის ის პრობლემა, რომელსაც უკვე ვერაფერს ვეღარ უშველენ და რჩებიან ისინი ღიაცის ქვეშ უსახლკაროდ ფაქტობრივად. რამოდენიმე თვის წინ ეს ადამიანები წამოსვლას აპირებდნენ. შემდეგ მოხდა გარკვეულწილად შეთანხმება ჩარევა და შემდეგ. მაგრამ ეხლა დადგნენ ამ ფაქტის და რეალობის წინაშე. ეს ზარიც იმაზე მეტყოლებდა, რომ მათ აქვთ მოლოდინი იმისა, რომ გამოასახლებენ და დარჩებიან ღიაცის ქვეშ. ქმედით იქნება თუ არა რეალურად 7-8 თვის განმავლობაში კონკრეტული ნაბიჯები არ გადადგმულაო ისინი ამბობენ და არ წასულათ იმ პროცესში. რა პერიოდი დასჭირდება და რა ვადები. შესაძლებელია მათ ვერ იგრძნეს რომ კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგა, თუმცა მე გარწმუნებთ რომ საპარლამენტო ასე ვთქვათ მოსმენებზე უკვე შიგა კულუარებში მიმდინარეობს ამ თემაზე სერიოზული განხილვა ლაპარაკი. მე ველაპარაკე საქართველოს განსახლების მინისტრ ბატონ დარახველიძეს, ველაპარაკე აქაურ მთავრობასა და ამაზე მიდის სერიოზული მუშაობა. მაგრამ კონკრეტულად მათგან წამოვიდა რაიმე წინადადებები კონკრეტული პრობლემები. არის. დაახლოებით თანხმდებით იმაზე რომ უპირველესი ამოცანა რაც უნდა გაკეთდეს ამ მოქალაქეებისათვის მოსახლეობის ანაწილებისათვის ეს არის. ხალხო მოცელამ თქვა სხვა რამე რომ 8-9 თვის განმავლობაში ძვრა არაფერზე არ წასულა. ჩვენ შევხვდით ბევრ მათგანს, იგივე დარახველიძესაც, სხვადასხვა ინსტანციებში უნდა შემოგვიყვება, მაგრამ წინ არაფერი არ მოცილესი თხოვნა რომ ეხლა ერთ-ერთი მოქალაქე ამბობდა რომ მე ჩამოვალ ბათუმში და ანგიაცის ქვეშ ვიცხოვრებ, ან მომეცი სადმე ოთახი და შევალ. იმ ოთახში რომ მიცე აი თქვა არის არასამთავრობო ორგანიზაცია ერთ-ერთი რომელიც ამბობს რომ მოდი ხელვაჩაურის ტერიტორიაზე ყოფილ სამხედრო შენობებში შევიყვანოთ. არავითარი პერსპექტივა მას არ აქვს. შეიყვან 4 კედელში და ამით რა იქნება? მისი სოციალური პრობლემები მოგვარდება, ეკონომიკური პრობლემები მოგვარდება, სტრატეგიულ პერსპექტივაში რაიმე გამოჩნდება, არაფერი არ გამოჩნდება და იქ სიმდიდრე ჩანს.
ქართველი კაცის მაჯა, მისი დანაოჭებული ხელი და დაკოჭრილი ხელი 10-15 წელიწადში ძალიან დიდ შედეგს გამოიღებს იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო თანადგომას გამოუცხადებს ამ ხალხს და მე გარწმუნებთ, რომ ეს თანადგომა პრაქტიკულად დაწყებულია და გამოცხადებული იქნება. მე ვთხოვ ამ მოსახლეობას, ამ მოქალაქეებს, რომ უკან უნდა დაბრუნდნენ, იქეთა კვირაში ჩავდივარ და მოდი აი წალკაში უნდა ჩავიდნენ უკან. და სადმე იცხოვრა? არა, ეს სულ ასე ეს ცოტა უფრო იმდენს არ ქოს, რამდენსაც ანუ თქვენ ეჭვი გეპარებათ, რომ ეს ადამიანები ჯერჯერობით გამოსახულები არიან? ინდივიდუალურად უნდა მივიდგეთ. ეს არ არის ასე ზოგადი პრობლემა. ზოგს აქვს სახლი, ზოგს ძმა ყავს იქ, ზოგს ბიძაშვილი ყავს, ზოგს შვილი დაუსახლდა იქ, რომ ჩავიდნენ 15 წლის წინ, შვილმა გამოიყო და ცალკე მიიღო სახლი, გესმის? ამიტომ მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ, რომ ეს ადამიანები არ მოუწყდოთ იმ კერას. თუმცა ალბათ შინიათ, რომ ეს მოთმინებაც თუნდაც, რომელიც მე ჩავდივარ მათ ერთად და მე მიჩვენია, რომ იქ ღიაცის ქვეშ ვიცხოვროთ, ვიდრე აქ რუსთაველის ღიაცის ქვეშ. იმიტომ აქ პერსპექტივას ვერ ვხედავ მე. ეს უნდა უთხრათ პოლიტიკოსმა, ეს უნდა აუხსნათ ამ ადამიანებს, თორე აქ ღიაცის ქვეშ ცხოვრება, იქ ღიაცის ქვეშ ცხოვრება ჯობია, იმიტომ იქ მაინც გამოჩნდება პერსპექტივა და აქ პერსპექტივა არ ჩანს. აი ამაშია საქმე. მადლობთ, დარია ეთერში გისმენთ. გამარჯობათ. გამარჯობათ. დავით ბატონ მურმანს მინდა მიმართო იმ პრობლემათა ოჯახებთან დაკავშირებით, რომლებიც ამ ეტაპზე მწვავედ დგას და გამოსახლებაზე ექვემდებარებიან, არის კიდე გარკვეული სახლები შესყიდული მთავრობის მიერ. მე პირადად ეკოემიგრანტი ვარ და ცხოვრობ სახელმწიფოს მიერ შესყიდულ სახლში, რომლებიც დღეებით წინ შეისყიდეს და კი ბატონო არ ლეგალურად კანონიერად, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენ გამოვიდივართ არეულების სახელმწიფო სახლებში. და ვართ იგივე მასშტაბების როლში და კი ბატონო, დიდი მადლობა, მაგრამ არის რაღაც სიტუაციები, იგივე ბანკებთან ურთიერთობაში და დაღამშენდებათ ნორმა ახსენა, იგივე რაპორტენდიანი შესხები, რომლებიც ითხოვს ქონებრივ უზრუნველყოფას და ამას ვერ ვახერხებ და იქნება რაღაც საკანონმდებლო ინიციატივები დაისვათ ეს საკითხი, რომ ბოლოს-საბოლოო შეშფოთებული სახლები გადმოგვეცეს პირად სარგებლობაში, კერძოფლობელობაში და რაღაც იყო დამშვიდებულები. დიდი მადლობა. დიდი მადლობა, პირიქით, თქვენ ჩვენი აზრები ერთმანეთს ემთხვევა. ნახეთ, დააკვირდით, ესე იგი სახელმწიფო შეუსყიდა სახლი. ეს სახლი აქვს აღიარებულია კერძო საკუთრებაში. მე ეს მიწა, როგორც ჩანს, მიწასთან კავშირი არ არის. ბანკთან მიდიხარ, ბანკი ქონების გარეშე ეს ვერ იძლევა. მოკლედ, ეს ყველაფერი არის მოსაწესრიგებელი ისევ სახელმწიფოს მხრიდან. მე ამ ხალხს ვერ ვამტყუნებ. ჩვენი ბრალია, სახელმწიფოს ბრალია, მე ხელისუფლების ნაწილი ვარ და ხელისუფალი ვარ და მე ვიღებ პასუხისმგებლობას და ვალდებულებას. ეხლა არის ეს არ კეთდება ერთ დღეში, ცოტა რთული პროცესია. ეს არ არის მოთმინებით უნდა შევხედოთ ამ საქმეს. თუ ამ 4 წლის განმავლობაში საქართველოს პარლამენტის წევრად ყოფნის დროს ეკომიგრანტების შესახებ საქართველოს კანონი გამოვიდა, მე ჩემს მისიას ამოწურულად ჩავთვლი საქართველოს პარლამენტში და მაშინ ვიტყვი, რომ აი მე დიდი საქმე გავაკეთე. ამას ვიღებ ერთ-ერთი მთავარი ლობისტი ვიქნები ამ საქმეში და ვარ, იმიტომ რომ ძალიან ბევრ დეპუტატს ველაპარაკები, განსაკუთრებით მაჟორიტარებს იმ სამხრეთ საქართველოსთან. ისინი პრაქტიკულად თანხმდებიან, რომ აი ამ მიმართულებით უნდა წავიდეთ. საქართველოს პრემიერი თანახმარის, საქართველოს მთავრობა თანახმარის, ადგილობრივი მთავრობა თანახმარის, აი ეს ზარი, აი ბოლო ზარი მაიმედებს, რომ ჩვენ მოვძებნით საერთო ენას. მოკლედ, ჩემი უმორჩილესი თხოვნა, რომ აქ ბიძაშვილები მოინახულონ, ისევ დავბრუნდეთ. ეხლა არ არის ისე, რომ ვინმე მოვიდეს და ეხლა ეს არის სახელმწიფო. ვერავის ვერ გამოაგდებსა და იქ გამგეობა არის, იქ საკრებულო არის და მე დავავალდებულებ იმ ხალხს. ყველა არის ვალდებული, რომ ამ ხალხს პასუხი ადგილებზე. ერთ-ერთი ეკომიგრანტო ჩვენს ეთერში თქვა, რომ ბოლოს საღამოს მიიღეს ინფორმაცია, რომ ერთ-ერთ სოფელში მოხდა ძალიან ეს უკვე სხვა სფეროა. ეს არ არის უკვე სტატუსზე ლაპარაკი, ეს არის კრიმინალური საქმიანობა და სახელმწიფო ამას ჩაერევა. ვერავის ვერ დაჩაგრავს. და განსაკუთრებით ამ ხალხს, იმიტომ ნამდვილად არიან მესაზღვრები და უზარმაზარი პოლიტიკური ფუნქცია აგრეთვე. დიდი მადლობა, კლავზარი ეთერში გისმენთ. გამარჯობათ ბატონებო. გამარჯობათ. მოგესალმებით. ბატონ მურმანთან მას ერთი თხოვნა რა. ბრძანეთ. ბატონო მურმან, თქვენ გახსოვთ წინამორბედი არჩევნები რო იყოთ და 25 ყოფილ 25 ბატალიონში დასახლებები რომ მიმდინარეობდა ქოხმახების. თქვენთან მქონდა დებატები და იყო საუბარი იმისათვის რომ ზემომაღალმთიან რაიონებში როგორი გაჭირებული ხალხი იყო, რა მდგომარეობა იყო, თქვენ პირადად გაგაცანით თქვენ და თქვენ გულთან მიიტანეთ რამოდენიმე ხალხის ტკივილი და თქვენ შეპირდით იმ ხალხს რომ 25 ბრიგადაში პრობლემა არ იქნება დასახლდით. ოღონდ ნუ მოხდება თქვენში ცუდი განხეთქილება
და არ არის პრობლემა. ეხლა რა მოხდა ბატონო მურმა რომ ბატონი ჯინჯარაძე და ემუქრება ამ ხალხს და ეუბნება რომ ადით იქ საიდანაც წამოხვედით. ეს რა ხდება ბატონო მურმან როცა იყო ლაპარაკი ისეთ ლაპარაკზე რომ თქვენ რამის ცრემლი აგიგორდა თვალზე რომ ისეთი გაჭირვებული ოჯახები ჩამოვიდნენ მაგალითად დიდი მადლობა. რო შეგუძლოთ გასაგებია თქვენი მოსაზრება უღრმესი მადლობა. ეხლა ამ ძალასაც ბუნებრივია ამ ზარსაც ველოდებოდი, იმიტომ რომ აქ სერიოზული პრობლემა დგას. უნდა გითხრათ რომ თითოეული ოჯახი არის ინდივიდუალურად შესასწავლი. მე ვუკავშირდები გამგეობებს, ხულოს გამგეობას ველაპარაკე გუშინ, შუახევის გამგეობას სამოსდავითაძეს ველაპარაკე. არის ოჯახები, რომელსაც შვენიერის სახლი და კარი და მიდამო გააჩნიათ საკუთარ ტერიტორიებზე, მაგრამ ყველას ინდივიდუალურად უნდა მიუდგეთ. აქ ზოგადი კანონი აქ ვერ იმუშავებს, იმიტომ რომ ეხლა სპონტანურად რაიმე ადგილზე მისვლა და დაკავება აღწევთ მთავრობა არც ერთ სახელმწიფო მას არ დაუშვებს. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ პრობლემა ამით ამოიწურება. პრობლემა იარსებობს. მაყურებელი კონკრეტულად იმას გულისხმობდა, რომ თქვენ მაშინ ისინი შეგეცოდათ და პირობა მეცით, რომ ალბათ იქ დარჩებოდნენ. არა, ასეთ პირობას არ მივცემდი გამორიცხულიას. მე გულწრფელი პოლიტიკოსი ვარ. მე ვეკეუბნებით, რომ რა არის მოცემულობა, იმას ვეუბნები მოქალაქეს და როგორ უნდა ამოვხსნათ ამოცანა მოცემულებიდან, ამას ვეუბნები. ანუ პერსპექტივას ვაჩვენებ. აი, თქვაც შევიდა. იქ რა პერსპექტივა აჩვენეთ, თუ ქონდათ მათთან შეხვედრა? აი, ახლა შეხვედრა ბუნებრივია მექნებოდა, იმიტომ რომ თითქმის ოჯახი არ დავტოვე, არ ვიყავი შესული. რას დაპირდით ამ ადამიანებს? აი, ამ ადამიანებს დავტოვდი სამართლიანობის აღდგენა. რომ თუ აი მაგალითად სამართლიანობის აღდგენა შუახევის რაიონში 53 ბინა არის, ასე ვთქვათ, სოციალური სახლი 53 ბინა გაკეთდა იმისათვის, რომ 53 ოჯახს ეს ბინა მიეღო. ხულოს რაიონში არის რაღაც პერსპექტივები, ქედის რაიონშიც იგივე პერსპექტივებია, დაბლობშიც იგივე პერსპექტივებია. აი ამ ადამიანებს ინდივიდუალურად უნდა მიუდგეთ, ეს პრობლემა უნდა შევისწავლოთ. მაგრამ ის რომ სამხედრო ტერიტორიაზე შეხვალ, კარავს გაშელი და იქ რაღაც ფიცრულ სახლს ჩადგამ, პერსპექტივა არ აქვს, არაფერი მოსავალი არ ექნება მას, ვერ იცხოვრებს. ყველა ვინც არ ფლობს, ესე ვთქვათ, არანაირ საკუთრებას, ისინი გამოსახულდებიან და შესაბამისად მიეცემათ. ბუნებრივია სახელმწიფო იმუშავებს სახელმწიფო კანონების მიხედვით. ერთ-ერთი თავობა მას ვერ დაუშვებს. მაგრამ ამავე დროს პრობლემა არსებობს და ეს პრობლემა უნდა გადაუწყვეტოს სახელმწიფო. მადლობთ. დასვით შეკითხვა პირდაპირ ეთერში ხართ. საღამოშვიდობის. გამარჯობათ. გამარჯობათ. მივესალმებით თქვენს მაყურებელს, მივესალმებით ბატონ მურმანს, ვიცნობ ჩვენ ერთმანეთს, მე მიხეილ ჯაყელი გახლავართ სოფელავრემოდან, ის დეპუტატის პოზიციაში. გამარჯობათ. შეგრძულები ვართ. იყო დრო, როცა რომ პრეზიდენტის პროგრამით სამოსული ხალხი მიგვიღოდა გვიშვალდგომა ბერძენმა მოსახლეობამ, ანუ ღიაცის ქვეშ ყოფი ხალხი გვეპატრონა, მაშინ თავრობას ხელი არ გამოძლევი არაფერი და დღეს უკვე ანალოგიურ სიტუაციაში დარჩა ხალხი, როცა თავრობის იმედით არის და ბერძენმა მოსახლეობამ თავისი სახკარი მოითხოვა. გასაგებია რომ გარკვეულად არ იყიდება, გარკვეულად შესაძლებელია იყიდებოდეს, მაგრამ უფრო კარგი პერსპექტივა იქნება თუ კი ჩაიდება სახელმწიფო პროგრამის მიერ გამოინახება მიწები და სახლების მშენებლობის საკითხი დადგება ის წესრიგში. დიდი მადლობა. ნამდვილად ვიცნობ ეს ძალიან ისე გამორჩეული კაცია და ეგ ერთ-ერთი ავტორიტეტია. აი სწორად ხედავს პრინციპში ეგ არის სახელმწიფოსგან დაიმედება არ აქვს და სახელმწიფოს მე მინდა რომ ამ მოქალაქეება სახელმწიფოს იმედიანად შეხედონ და სახელმწიფომ უნდა დაანახოს რომ იმედიანად შეხედოს ბატონო. უნდა აუცილებლად უნდა დაანახოს. შეძლებს ამას. შესაბამისად ძალიან ოპონენტი ვარ ძველი ხელისუფლებისა. ძალიან რადიკალურად ოპონენტი ვარ. სტრატეგიული ხედვა ძველი ხელისუფლებებისა ამ მიმართულებით სწორი იყო. და ეხლა ამოცანა არის რომ ის სტრატეგიული ხედვის ასე ვთქვათ მატერიალიზაცია მოხდეს მოცემული ხელისუფლების დროს და მოხდება ეს აუცილებლად კარგი კანონით და რა თქმა უნდა საბიუჯეტო დახმარებით და რა თქმა უნდა დონორის საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით. და როდის იქნება ეს ყველაფერი? მე რავადებზე გაცვლილი იქნება ბატონო. ცოტა დროში იქნება გაწელილი ეს არ არის. ცოტა დროში გაწელილი. კონკრეტულად რომ დაასრულოს. ეს არის კანონის მიღებას დაჭირდება თვეები და შეიძლება უფრო მეტიც. ამ ორგანიზაციების მოძებნას დაჭირდება თვეები და შეიძლება უფრო მეტიც. აი მე ვთქვი რომ თუ ჩემი სადეპუტატო უფლებამოსილების პერიოდში ამ 4 წლის განმავლობაში ამ ხალხის სტატუსის აღიარება მოხდა, მე ვიტყვი რომ საქართველოს პარლამენტში
შემთხვევაში ჩემი მოღვაწეობა ფუჭად არ ჩაიარა და მისია იქნება შესრულებული. ეს არის სტატუსის მოგვარებად მოხერხდა, მაგრამ მდგომარეობის გამოსწორება. სტატუსის გარეშე მდგომარეობა არ გამოსწორდება გამორიცხულიაზე. სტატუსით მდგომარეობა გამოსწორდება. სტატუსის მოგვარება დაჭირდება 4 წელი? აი ეს იქნება, აი ეს უფლებამოსილება დაჭირდება კანონის მიღებას, დაჭირდება ბიუჯეტის საბიუჯეტო სახსრების მობილიზებას, დაჭირდება საერთაშორისო აღიარებას, საერთაშორისო დონორებს, მოკლედ ამას დაჭირდება გარკვეული თანხებიც. და აი ნელ-ნელა დავინახავთ რომ ეს დაიწყება და სადღაც 2-3 წელიწადში ალბათ ეს ადამიანები იგრძნობენ რომ სახელმწიფო მათ ცეზრუნავს იქამდე ვერ იგრძნობენ გამორიცხული. ანუ 2 წელიწადობით მინიმუმ უნდა მოიწევს. ნახევარი წელია შესული ვარ საქართველოს პარლამენტში და არც ერთ ოჯახს არ უგზნია რომ ჩვენ პარლამენტში ვართ, ხო მართალია, მაგრამ სინამდვილეში მუშაობთ ბაზას ვქნით ამისათვის. ძალიან დიდი მადლობა. ამ შემთხვევაში მინიმუმ 2 წლიანი დაპირება მიეცეთ, რომ 2 წლის განმავლობაში მე ვადლებ გარანტიას, რომ თუ სახელმწიფოს ამ სტრატეგიულ ხედვას ისინი გაიზიარებენ და სწორად იზიარებენ და არა, აი იმიტომ ჩასახდნენ და იმიტომ არიან განსახლებული ნინო წმინდაში, თეთრი წყაროში, ლაგოდეხში, ხოფში და ასე შემდეგ, იმიტომ რომ სახელმწიფო სტრატეგიას სწორად ხედავენ, ჩვენი თანხმედრა თუ მოხდა მოქალაქეებისა და სახელმწიფოს შედეგი აუცილებლად დადგება. ძალიან დიდი მადლობა. 10-15 წლის შემდეგ თითოეული მოქალაქე იქნება მილიონერი. აჭარელი კაცი არის ძალიან მოყაითი. ძალიან უყვარს მიწა და მიწა რო უყვარს თბილისი ახლოს არის მათი შვილები უნივერსიტეტს დაამთავრებენ ქალიშვილები გათხოვდებიან ძლებს მოიყვანებენ ძალიან დიდ მე მყავს მეგობარი თამაზი რემაძე რომელიც ცხოვრობს ლაგოდეხში და ეგ მაინც ერთეულები ამ ეტაპზე ბატონო გამომიგზავნა და უფრო ნაკლები გამომიგზავნა თავისი ხელით დაწრული ის ცხოვრობდა აგარაში და მისი კარმიდამო და სახლი მოიშალა გადასახლდა ამაში მივეხმარე და აი ჯინჭარაძე იყო თქო და მინისტრის მოადგილე მაშინ დაურეკე მახსოვს დეპუტატი ვიყავი და ის ჩასახლებული ეს ერთ-ერთი საუკეთესო მცხოვრებია იქნებიან კარგად იცხოვრებენ ეს ხალხი მე ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული დიდი მადლობა ასეთია პარლამენტარის დაპირება ჩვენი დრო ამოიწურა გაცემის სტუმარი საქართველოს პარლამენტის ვიცე-პრემიერი ვიცე-სპიკერი ვიცე-სპიკერი მურმანდობაძე შეიძლება მოხდეს მაგ ვიცე-სპიკერი მურმანდობაძე ჩვენ დრო ამოიწურა მე მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით ნახვამდის